კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homery. მე მივესალმები იმ სპენელს და მაყურებელს, თქვენ უყურებთ კაცმანის სხვა პოდკასტს. ეს არის განსაკუთრებული გამოშვება, განსაკუთრებული იმით, რომ არ ამყავს დღეს ერთი სტუმარი, არამედ მყავს სამი სტუმარი. განსაკუთრებული იმით, რომ თვითონ თემა, რომელსაც განვიხილავ, არის ჩემთვის ძალიან ახლო არის ჩემ ფასეულობებთან, პირად ფასეულობებთან, ამიტომ მგონია, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო მოგზაურობას გავვლით. და მესამე არის ოჯახი, რომელიც აკეთებს ძალიან დიდ საქმეს, არა მარტო ამ ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად კაცობრიობისთვის, ესე ვიტყოდი. და ამონაშვილების ოჯახი არის ჩემთან დღეს სტუმრად, მოგესალმებით ყველას და მადლობა, რომ დამტახდით მალიერება, ჩამოხვედით და მოხვედით სტუდიაში. თან ისიც საინტერესოა ჩვენთვის, რომ არა მარტო ერთი ოჯახი არის, არამედ სამი განსხვავებული თაობა არის ამ ოჯახის. და ზოგადად ეგრევე შევარდები ამ თემაში, რომ მე მჯერა, რომ ყოველი შემდეგი თაობა ჯობნის წინას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არ მიყვარს ამის აღიარება. ესე რო არ იყოს, ალბათ პროგრესი მაშინ არ იარსებებდა. ეს გაუმჯობესება და ეს როგორ თქვა, upgrade-ი, ანუ მოწინავე ახალი ვერსია რო გამოდის. მაინც მაინტერესებს ეგ ჩემი დაჯერება გადავამოწმო თქვენთან, ამით გავახურო ჩვენი საუბარი. და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორ ფიქრობთ? არის თუ არა ყოველი შემდეგი თაობა უფრო საინტერესო, უფრო თანამედროვე? ჩემთვის რა თქმა უნდა არის და ვხედავ განსხვავებასაც და იმასაც რა მხოლოდ ოპერატიულობა აქვს მომავალ თაობას. ახლა ჩვენ სამნი ვართ აქ. აი შეიძლება მეოთხე ჟეს ჩემი შვილის შვილი, რომელიც ახლა სტუდენტია და ჰოლანდიაში სწავლობს. თვითონ აირჩია ფაკულტეტი და ყველაფერი. ჩემს დროს ეს წარმოუდგენელი რაღაცა იყო. და მე მოვესწარი ამას. წარმოუდგენელი იყო, რომ მე ამერჩია რაღაცა წავსულიყავი და სხვაგვარ და თანასწორობა არც კი იცოდნენ, როგორ ავირჩიე და რა ავირჩიე. ხო? თაობებში ცნობიერება იცვლება. მე სხვა ცნობიერება მაქვს შეიძლება. და სხვა აქვს, რა თქმა უნდა, ნინცას სხვა აქვს. ცნობიერება და აი ჩვენ ერთად ვართ. ეს ცნობიერებები, რა თქმა უნდა, მე ვხედავ, როგორ წასულია მასში, დღეს ახლა რომ მოდიოდით, თავის ახალციკს მაცნობდა და ფსიქოლოგიაში, თანხმობის ფსიქოლოგია. ეს ჩვენთან დაიბადა, ჩვენს პედაგოგიკაში დაიბადა, ეცნება თანხმობა და წიგნი დაწერა. ხო, მე უსმენ, თითქოს და მე ეს თანხმობის ფსიქოლოგია უნდა ვიცოდე, იმიტომ რომ მის საწყისთან ვარ. მაგრამ ხედავ წინ წასულმა თაობამ, როგორ სხვანაირად გაიგვეს და ეს შემოიტანა ეცნება ყველა სფეროში, მათ შორის აი აქაც შეიძლება ეს ფსიქოლოგია მოქმედებს. რასაკვირველია, ყოველი ახალი თაობა წინ მიდის. ამასთან ჩემი შვილის შვილი იყო აქ ჩამოსული, თამუსი. არ დაგეგებია იყო ჩამოსული და საუბრობდით, და რამდენი ამბავი მიამბო, ან როგორი ცხოვრება, ან როგორი ფიქრები აქვს მას. რას აპირებს, იქ როგორ ცხოვრობს, რომ ის ფრენბურთი უყვარს ძალიან და სხვა ამგვარი და იმან მასწავლა მე, აი სნოუბორდი. ჰაუერბორდი. არათუ მასწავლა, იმითი ჩამოვიდა და უთხრა, რა კარგია მეთქი, როგორ ვიარო, მასწავლა და მაჩუკა კიდეც და დამიტოვა. აი დავდივარ მე ხლა იმითი. რასაკვირველია, თაობა სვლის წინა თაობას და მიაქვს ცხოვრება წინ. ოღონდ წინა თაობა არ შეუშალოს ხელი. უშლის ხელს, რის ტრადიციებით, მიჯაჭვია ძველზე. ой, რა კაი ცხოვრება იყო და ასეთი პირობები და ასე იმის ცხოვრება 1000-ჯერ მეტი უკეთესი იქნება ჩემი შვილისა, ვიდრე ჩემი. მაგრამ მე ჩემი გავაკეთე. ერთი აზრიც მებადება, რომ აი ვინც ასაკში შესული ჩემს გავსად რა, მაგერ რამდენ თაობაში როგორ მოხვედრილი. ის როგორ ცხოვრობს თვითონ, რა ეპოქაში ცხოვრობს. ესე იგი, მე რომელ ეპოქაში ვცხოვრობ?
საბჭოთა ეპოქის კაცი ვარ, ამ რაღაცა გაურკვეველი ეპოქის კაცი ვარ. თუ აგერ მომავალს უყურებ და იქ მინდა შევძრე. მე აგერ რაღაცა მეოთხე საუკუნისა მე ვარ ცხოვრებაში. შემთხვევით რომ შეიძლება წავსულიყავი. მე რა ვისწავლე იცით? აი ხო ვარ ამ ასაკში. ვითომ 100 სართულიან სახლში ვცხოვრობ. და ეხლა 94 სართულზე ვარ, მაგრამ 95-ზე ვარ. მაგრამ წინდება იქა. ჟამჯდები ლიფტში და ჩავალ მე-40 სართულზე 35-ზე უფრდაბლა მეშინი უნდა ჩასვლა. ამიტომ ეს ცხოვრება ჩემად მეჩვენება. მე რასაც ნინც აკეთებს, აი იმ ჭკვაზე ვარ. არ ვიცი, ჩემი ჭკვა დაცოტავდა თუ უფრო მრავლდება. რასაც აკეთებს იმ ჭკვაზე ვარ. ო, არა მაქვს მე კონფლიქტები მასთან, რომ აპა არ გაბედო და სხვამგვარი არა მაქვს. განა იმიტომ რომ ვუთმობ. ვიგებ. ვიგებ. აი თუ ასე იცხოვრებს წინა თაობის კაცი, მომავალ თაობის ბურჯი იქნება. საინტერესო. ბად კითხვა მაქვს შენთან. როგორი იყო შენთვის არაერთი ახლა არსებობს მაგალითი ჩემს გარშემოს წიგნებში მეკითხე ისტორიაში მინახია. როდესაც მშობელი არის დიდი ცნობილი პიროვნება, ჭრილის დიდი აქვს ასეთი გამოთქმა არსებობს. როგორი იყო შენთვის ეს გამოცდილება და როგორ გაუკლავდი ამას შენ თვითონ და იყო თუ არა ეს შენთვის გამოწვევა? ბოლომდე ვერ ჩავწვდი კითხვას. იმიტომ რომ გასამკლავებელი რა არის? ან გამოწვევასაც ვერ ვხედავ და ფრაზა პირველად გავიგე, შენ იცოდი? დიდი სიუჩი ხომ არ ვიცოდი. ნუ შეიძლება რაღაც ახალი აღმოაჩინო. კაია, ხო, ეხლა დავფიქრდები ამაზე, მაგრამ რაღაცა ეს განცდა არ მაქვს, რომ რაღაცა გამოწვევის წინაშე ვარ, ან რაღაცას უნდა გავუმკლავდე, არ ქონია ეს არსებობს ეს განცდა. არა, არ გამჩენია რა. ამიტომ გავუგებ, ვისაც შეიძლება ეს განცდა გაუჩნდეს, რა თქმა უნდა გავუგებ, მაგრამ მე თვითონ არ გამჩენია. ესე რომ ვერ ვხედავ გამოწვევას და გასამკლავებელიც არ მგონია რამე. ჩემში რაღაცნაირად ამოვარდა ეხლა რომ გაგიმართლა თქო, აი რაღაცნაირი განცდა გამოჩნდა. გამიმართლა? გამიმართლა ალბათ იმითი, რომ სწორედ ავარჩია ოჯახი, სადაც უნდა დაუბადებულიყავიათ, ხო, მაგ მომენტში გამიმართლა. აი რა, შენ ჯერა რომ ბავშვი ირჩევს ოჯახს, სადაც იბადება. კი, ოღონდ დასაზუსტებელია ბევრი რაღაცა. ეს არ არის ის არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალი დავლიო თუ ყავა ეხლა და პიცა შევჭამო თუ ვახშამი გამოვტოვო. ეგ სხვა არჩევანია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ესე. იქ სხვა ფორმის არჩევანია, უფრო ეს არ არის არჩევანი რა მინდა, ეს არის უფრო შედეგი წინა მოქმედებებისა. დაახლოებით ეს არჩევანი გავს იმას, რომ მე და შენ შევძლებთ გავირბინოთ 10 კილომეტრი თუ მანამდე 2 წელი სირბილში ვარჯიშობდით. და მერე გავირბინეთ 10 კილომეტრი. ანუ აი რაღაცა ესეთი მიზეზშედეგობრიობა უფრო ვიდრე ესეთი გაცნობიერებული არჩევანი, მაგრამ არჩევანი ქვია მაინც. და აი იმ პოსტულას რომელიც ვახსენე თავიდან დაჯერებას ყოველი შედეგი თაობა რაღაცით უმჯობესდება თუ უკეთესია, მაგრამ ეგ რას იწვევს? ეთანხმები თუ არა მაგას? როგორ ხედავს? რაც აქამდე თქვით, ყველაფერს ვეთანხმები, გეტყვი კიდე იმასაც, რომ რასაც ამის მერე იტყვით, იმასაც უკვე ვეთანხმები თავიდან ბოლომდე, მაგრამ მანდაც ჩემთვის რაღაცები არის დასაზუსტებელი და რა კი მკითხე, დავაზუსტებ. პირველ რიგში დასაზუსტებელია, რას ნიშნავს უმჯობესი, რას ნიშნავს უკეთესი, რას ნიშნავს უფრო ძლიერი, ან უფრო ფართო, ან უფრო სუსტი. აი ამ ტერმინებს თუ დავაზუსტებთ, მერე რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმჯობესდება ან აი კონკრეტულად შენ მაგალითში რო შევიდეთ, მაშინ მასე რო შევიდეთ, აი რო შეადარო აი ეს კონკრეტიკა შენ პირად კონტექსტში როგორ გამოიყურება, შეგვიძლია შენზე საუბრობთ თუნდაც შენ შეხელზე როგორ ხედავ, აი რა გაუმჯობესდა, ანუ რეალურად
უბრალოდ რო თქვა გაუმჯობესება ზოგადი ტერმინია და არაფერს არ ნიშნავს. რა ხდება იცი, რაღაცა ჩემი ფილოსოფია მაქვს ჩამოყალიბებული და მაშინ მაქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, მაგ ფილოსოფიიდან არ არის უმჯობესი უარესი, რა საერთოდ არ არსებობს, არც უკეთესი უპირატესი არ არის ან ნაკლული ანუ ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა იყოს რა. და აქედან გამომდინარე ყველას ცნობიერება, რა კი ცნობიერებაზე დავიწყეთ ლაპარაკი, არც უკეთესია რამით სხვის ცნობიერებაზე, არც უარესი და ვერ იქნება რა. როგორც მამარდაშვილი თქვა, ონტოლოგიურად ვერ იქნება, შეუძლებელია ეგრო იყოს, იმიტომ რომ ყველა არის უნიკალური, ყველა არის თავისებური, ყველას აქვს თავისი მიზეზშედეგობრიობა და ეს არც ცუდია და არც კარგია, ეგ არის მოცემულობა, როგორც ბანკები იტყვიან ხოლმე, რაც არის, ეგრე არის რა და ამ ხრივ ყველა შემდეგი თაობა კი არა და ნებისმიერი თაობები არიან ის, რაც უნდა იყვნენ და ის ცნობიერება არის ყველა რაც უნდა იყოს, ესე რომ აი შედარებას ვერ ხვდები რა შევადა. შემიძლია ერთი მაგალითი გითხრა, მე როგორ უყურებ შედარებას. მე რომ მეშის ვიწერები, მე შევდივარ სმაილიკების იმაში, რა ქვია, ეგეთი სპეციალური განყოფილება და იქ ვირჩევ სმაილიკს. ზოგჯერ ჩემ თაობას კიდე მიუთითებს, რომ მე სმაილიკს მაგალითად 2 წერტილი და მე ჩემი თაობა ჯერ კიდე ეს წერდა სმაილიკს. ჩემი შვილი არ იყენებს ამას. ჩემი შვილი იღებს ფოტოს, ემოციურს და ზემოდან რაღაცა გარკვეული, როგორ თქვა, ფილტრების დადების მეშვეობით სმაილიქს მზას კი არ იყენებს. ხატავს ამ სმაილიქს. ქმნის. ანუ მე თუ მზას ვიყენებ, მაგალითად, მე როგორც ადოპტერი ამ ტექნოლოგიის, ანუ მე გონია რომ მაგარი ტიპი ვარ, რომ ის ვისწავლე, რომ იქ შევიდე და სადღაც სმაილიკი ავირჩიე. ის არ არის თუ ირჩევს ამ სმაილიკს, ის ხატავს ამ სმაილიკს. ტექნოლოგიურად, შემოქმედებითად, აი არ ვიცი, რაღაცნაირი სხვანაირი თვითგამოხატვა გამოსდის, ეხლა უბრალოდ ერთი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე, იმ ემოჯების თუ ის ემოციური თვითგამოხატვის სმაილიკებს ვეძახიან, მულღიმარე სახეებს ვიყენებთ მესიჯებში. რო უყურებ, რა მაგარია მიჩნდება გრძნობა, ის რამდენად უფრო შემოქმედებითად შეუძლია ეს სმაილიკის შექმნას, მაშინ როდესაც მე რაღაცა იმიდან ვირჩევ და მაგალითად მე შექმნას არ ვაკეთებ. მე ხვის შექმნილს ვიყენებ. თუმცა ეს გამოყენებაც მე ვისწავლე ხა მაგამდე ხო არ ვიცოდი როგორ გავუყენებია. აი თითქოს აი კონკრეტულ მაგალითს რო შევხებოდით, თითქოს ეს ამომიტივდა ეხა თავში როგორც მაგალითი. რომ ის შემდეგი თაობა, მე რო უყურებდი მაგალითად ჩემი ბავშვი წლინახევრის ასაკში ნავიგაციას აკეთებს YouTube-ში. თითით დადის და ინტუიტიურად, არ ვიცი, იქეთ ამ ხარეც რანაირ რაღაცას ქმნის ისეც, რომ ის ბავშვი ხვდება, რომ თითი უნდა აყოლოს იმას. და მართავს, წლინახევრის ბავშვი მართავს ეკრანს. წარმოუდგენელი იყო, მე რო უყურებდი, აი ამ რო შემამჩნია ის მომენტი, რომ ის თითით ვიდეოებს ესე და უყურებს ესე და ირჩევს რაღაცას. ჯერ უყურებდა. მე არჩევა ისწავლა. იმენად ადრეული ასაკი იყო, საიდან ვიჭი გაოცებული ვიყავი, რომ უყურებდი რამდენად ადრეული ასაკიდან და მართლა ეს ნეიტივარი გამოთქვა, ხო? აი ბუნებრივად უკვე ქმნიან ისე ტექნოლოგიას, რომ წლინახევრის ბავშვი ინტუიტიურად ხვდება, როგორ უნდა ელაპარაკოს მანქანას. ეს ხო რაღაც წარმოუდგენელი ხდება. აი რაღაც მაგალითები რო ახსენე, აი რო მაშინ მაგალითი ვახსენოთ, აი ახლა რაღაც მაგალითები დავყარე. და ეხლა შენ გინდა რომ მე მაგალითზე ვიმსჯელო? არა, შეგიძლია სულაც არ იგჟეო. არა, მე თუ გინდა სიამოვნებით ყველაფერი თუ მისაღებია შენთვის. ყველაფერი მისახო გითხარი წინასწარ ვეთანხმები, რასაც იწყვით. მიუღებელი რა უნდა იყოს. იცი რა, თქვათ შენ გოგოს, რომელიც სმაილიქს ირჩევს და აღვთოვანდი მისი მიგნებით, ალბათ მარტო მან არ მიაგდო ეს, მეც გამოვიყენებ ახლა ეგეთი სმაილიკები უნდა გიგზავნოთ ხოლმე. ისინი ანიმირებასაც აკეთება, მაგასაც კარგი აზრია, ვიდრე სტანდარტული გაუგზავნო, ახლა მართლა ინდივიდუალიზირებული ბევრად ჯობია და აღსაფრთოვანებელი.
და შენ აღფრთოვანდი გაგეხარდა. კი, ბავშვი. ბავშვით, ხო? კარგია, ხო გეტყობა რომ გაგეხარდა, მაგარია. იმას რომ სხვა რამე გაეკეთებინა. საერთოდ რომ გადაედო ტელეფონი გვერდზე და რომ დაეხატა რაღაცა. ალბათ ისიც აღგაფრთოვანებდა. წიგნი რო წაეკითხა, ისიც ალბათ წინახევრის ბავშვი, ნაცვლად სკროლინგისა რო კონსტრუქტორი, ალბათ ისიც. აი, შენ გაგეხარდა. აი, ჩემთვის ეს არის ცნობიერების კარგი მახასიათებელი, რომ ჩვენ გაგვეხარდა. აქ იმაზე კი არ არის, რომ შენი შვილები უმჯობესები გახდნენ რაღაცით. ტექნოლოგია გამოიყენეს და ორიგინალურად, ხო? შენ გიხარია ეს ყველაფერი. აი ეს სიხარულის განცდა, რომ ყველა თავის ადგილზეა, ყველა თავისას აკეთებს თავის დროზე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე შედარება უმჯობესი და ნაკლებ უმჯობესი. ჩვენ არ ვართ ჩვენ შვილებზე ახლა ნაკლებ უმჯობესი და ისინი არ არიან ჩვენზე უფრო უმჯობესები. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს და ეს ყველა ცნობიერება არის აღსაფრთოვანებელი. უბრალოდ უნდა დავდგეთ და გაგვეხარდეს იმითი, რაც არის. აღფრთოვანდეთ. გაგვეხარდეს, აღფრთოვანდეთ და ეგ არის ბედნიერების გზა. მადლობა. ახლანდელი 2-3 წლის ბავშვი ჩემი თაობის 4-5 წლის ბავშვის დონესია. ყოველ რაღაც ეპოქებში ბავშვები სხვანაირი ვიბედებიან, უფრო განვითარებულები, მცოდნეები მოდიან, რაღაცი და წილუსწრებენ 60-90-იანი წლების წინ დაბადებულ თაობებს. ესე იგი, რაც ჩემს თაობას შეეძლო 4-5 წლის ასაკში, ეხლა ეს შეუძლია 2-3 წლის ბავშვს. ამიტომ რომ გიკვირს შენი შვილის ამბავი, იმიტომ რომ შენს გამოცდილებას ადრე შენს დროს შეიძლება ეს არ მოხდებოდა. მაგას ვადარე. ხო, აი მოხდა. და რაც მოხდა, სანდრიგეს შვილი მყავს ერთი. ახლა, ხო. კითხულობს თავისუფლად, მე მას არ ვიცი რა სკოლაში დავსვათ ახლა. მაგრამ მე არ მიგვირს ეს. იმიტომ რომ ესე უნდა იყოს. გავიგეთ, ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ იმისი შვილი შეიძლება უფრო მეც გააკეთებს. რა? თაობა მიყვარს მე თაობა, ახალი თაობა. სხვანაირი მოდის. მასწავლებელსაც სვლის, დედასაც სვლის, მამასაც სვლის. რა სხვა სიტყვის მისგან. რა? და სხვანაირად ითხოვს. რაც სხვანაირად ითხოვს და ნუ დროც არის თავისებური, მაგრამ ოჯახშიაც მოსული ბავშვი თითქოს ეუბნება დედას, მე სხვა ვარ და გამზარდე სხვანაირად. შენ რომ გზრდიდნენ, ის ჩემს გასაზრდად არ გამოგადგება. ამიტომ მოიფიქრე, რა უნდა აკეთო, მე ვერ გეტყვი. თუ შენ უკვე იმუშავე შენ თავზე, იარე ფსიქოთერაპიაზე, სხვადასხვა თვითშემეცნების და განვითარების ვორქშოპებზე, სემინარებზე, რეტრიტებზე. მაგრამ გრძნობ, რომ შენი ცხოვრება სინამდვილეში არ იცვლება ისეთი ტემპით და ისეთი ხარისხით, როგორიც შენ გინდა. ზუსტად ამისთვის მე გეპატიჟები ჩემს ავტორო პროცესზე, რომელსაც ქვია გადატვირთვა. გადატვირთვის შემდეგი ნაკადი იწყება 30 მარტს. ამიტომ შენ გაქვს დრო ჩაეწერო ჩემთან პირად ზარზე და გაიარო, რამდენად გადატვირთვის პროცესი შეიძლება იყოს სასარგებლო პირადად შენთვის. დაჯავშნე ზარი ჩემთან. მე ძალიან მომწონს რუსეთში ნამყოფი ვარ თქვენთან ესე გრძელვადიან პროგრამაზე არა ვარ ნამყოფი. აი ეს რომ თქვენ რუსეთში გაქვთ თქვენ ბანაკში სწორედ ვეძახი თუ არა, იმ ცენტრში საგანმანათლებლო ცენტრია, სინამდვილეში ბანაკზე მეტია. მან გაქვთ წესი რომ მშობლები და შვილები ცვლიან როლებს ერთმანეთში. და ძალიან მომწონს ეს კონცეფცია. ვთხოვთ მაგაზე ცოტა მეტიც მოყვეთ და საერთოდ როგორ მოვიდა ის იდეა, მაგრამ მე ძალიან გვიან მივხვდი პირადად რომ ჩემი შვილები რო დაიბადნენ აი ძალიან გვიან მოვიდა ჩემს ცხოვრებაში გაცნობიერება რომ ესენი ყოფილან ჩემი მასწავლებლები. ნუ მე კი არ ვიყავი ამათი მასწავლებელი როგორც მჯეროდა და როგორც ამიზარდა და ეს პროგრამები რომელიც მქონდა ჩატვირთული
საზოგადოებიდან, მასმედიიდან მილიონი პროგრამა იყო ჩემში ჩაკვეთილი, რომ ეხმშველი გალმებადა და მე მყავს გასაზრდელი. ამ დროს მე მახსენდებოდა, რომ სანამ ბავშვები არ გახდებით, ვერ შეეხებით იმ სამყაროსო, ხო? აი ეს სიტყვები მე გამახსენდა და ცოტა გვიან მივხვდი, რომ თურმე მასწავლებლები მყოლია გარშემო და მე ოღონდ ეს გაცნობიერება როგორც კი მოვიდა, ეგრევე შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ბავშვებისადმი. რომ თურმე რასაკეთებ? ან ჩემ თავს ვუთხარი, რასაკეთებ? ასწავლი იმას, ვის მოვიდა შესასწავლებლად და ძალიან მომწონს ეს კონცეფცია, რომელიც გაქვთ და მაგას დაუბრუნდები, მაგრამ კითხვა მაქვს შენთან. აი თითქოს ეგეთი განცდა მქონდა, ხო გარემაყურებლის თვალით, რომ აი ეს ჰუმანური პედაგოგიკა თითქოს უსხვეითში უფრო პოპულარული იყო, ვიდრე საქართველოში. ეგ განცდა მქონდა სულ. და მახსოვს არ დამავიწყდება, კიევში ვარ ერთ-ერთ სკოლაში მისული, მაინტერესებდა ის არაძალადობრივი კომუნიკაციით, ომამდე ვყვები კიევში ვარ. და ერთ-ერთ სკოლაში მივედი და მომიყევით როგორ დაატრენინგეთ მასწავლებლები, მოსწავლეები, რომ ყველა არაძალადობრივ ენაზე ლაპარაკობს, აი ეგ მომენტი მეც მაინტერესებდა ეგით. მიყურებს ეს ოჯახი. და მეუბნება, შენ საქართველოში ამონაშვილები ყავს. და შენ ჩემთან კიევში ჩამოხვედი ამ კითხვების დასასმელად, ხო? აი მომენტში რაღაცა კუთხით გავიაზრე, რომ და თითქოს ჩემთვის შენ გაქვს ეგ როლი, შეიძლება მე არასწორად აღვიქვავ გარედან, მაგრამ შენ გაქვს ეგ როლი, რომ საქართველოში ეს აკადემიის დაფუძნება, აი ეს კონტენტის შექმნა, ეს ბაღი რაღაცნაირად თითქოს ისეთი განცდა მაქვს, რომ შენ აიღე შენ თავზე ეგ როლი და ათხოვებს ჩემი განცდა თუ არ არის თვალის. ძალიან მიხარია თუ ვინმეს ეგ განცდა აქვს, თუმცა ეს ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად ჩემ თავზე, რა თქმა უნდა, ვერ ავიღებ ყველაფერს. მართლაც ასე იყო წლების განმავლობაში, 90-იანებში შალვა როდესაც წავიდა საქართველოში, თითქოს ჩაიკარგა ჰუმანური პედაგოგიკა და რაღაცა მithumetes რთული პერიოდი იყო ჩვენთან და თითქოს საერთოდ აღარ არსებობდა. მე ჩემი პირადი გამოცდილებაც მახსოვს, იმიტომ რომ ერთი არის ხა ოჯახში როგორი სიტუაცია და ახლა ეს პაპა, ეს მამა, მაგრამ სახში ხوار ვლაპარაკობთ ახლა პედაგოგიკაზე და აღზრდაზე და ასე შემდეგ. ამიტომ მე დიდად კარგად არ ვიცოდი შალიკო რას აკეთებ და ძალიან დიდი ხანი. ანუ კი ვიცოდი ესე რომ პედაგოგია და ფსიქოლოგია, მაგრამ თუ რა დონეზე იყო გასული და რა ხალხზე და რა რაოდენობაზე და მასაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ მე თბილისში გავიზარდე. და მეც აი მახსოვს ახლა უკრაინა ახსენეთ და ოღონდ მაშინ დნეპროპეტროვსკში დაგვპატიჟეს შალიკომ და ვალერია ბებია ჩემი. ეს იყო ალბათ 18 წლის წინ. და იქ მაშინ პირველად გავუგმდი, რომ თურმე ეს ადამიანი რამხელა ადამიანი ყოფილა. მერე დავიწყე მოკვლევა, რომ ვინ არის ეს ბაბუა ჩემი საერთოდ, რა არის კარგად ეს ჰუმანური პედაგოგიკა და დაახლოებით 10 წლის წინ მართლა დავიწყეთ მანგაზე მუშაობა საქართველოში, იმიტომ რომ შალვაც უფრო აქეთ გადმოერთა, ჩამოვიდა თბილისში, პაატამაც ამ მიმართულებით უფრო აქტიურად დაიწყო მუშაობა და ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ მე ვაკეთებ ამ საქმეს ძირითადად საქართველოში. შალვაც კახეთში ცხოვრობს, პაატაც, დედა ჩემი თამრიკოც ძალიან აქტიურად არის ამ საქმეში ჩართული და ჰუმანური საქართველოს მოძრაობას ხელმძღვანელობს, რომელიც მოდებული არის მთელი საქართველოს რეგიონებზე, თუმცა მეც ჩემი სირედი წვლილი რაც შემიძლია რომ შევიტანო, ვაკეთებ აკადემიის ფარგლებში და ძალიან გვინდა რომ აი სანამ ჩართვა დაიწყებოდა, მანამდე შენ თქვი რომ კარგი იქნება რომ ბავშვებს პატარობიდანვე ჩაუდოთ საკუთარი ემოციების სწორი აღქმა, საკუთარი თვითშეფასების სწორი აღქმა და ჰუმანური პედაგოგიკა ძალიან ბევრ კარგ საშუალებას გვაძლევს ჩვენ თუ ეს როგორ შეიძლება რომ ბავშვებს მივცეთ. და აი აკადემიის ერთ-ერთი პირველი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ მათემატიკა კი არ ვასწავლოთ და ქართული კი არ ვასწავლოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, მაგრამ არამედ ვასწავლოთ როგორ იყვნენ ადამიანებად, როგორ ჩამოყალიბდნენ. და ძალიან გვეხმარება ჰუმანური პედაგოგიკა ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მე მშობლებთანაც მუშაობთ, პედაგოგებთანაც წიგნების გამოცემა დავიწყეთ, ბევრ რაღაცას ვაკეთებთ საქართველოს
მასშტაბით, მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც არის, ეს არის რომ ქართულ ბავშვებს დავეხმაროთ, რომ უფრო ჯანსაღ თაობად აღიზარდონ, ვიდრე ჩვენ ვართ, ვიდრე ჩვენი წინაპრები იყვნენ. იგივე კითხვა მაქვს. ადამიანი რო იბადება, ინსტრუქცია არ მოყვება. აი თითქოს ეგეთი მომენტია. არც არავინ არ კითხავს ტელევიზორის ინსტრუქციას და სარსკე მანქანის ინსტრუქცია ცუდია შეიძლება შედარება ადამიანის და ტექნიკის, მაგრამ რაღაცნაირი თითქოს აპრიორში არიან ქვეყნები, მაგალითად, სადაც შენ სავალდებულო არის მშობლის კურსი გაიარო. აი არსებობს ეგეთი კურსი. მშობლობისთვის მზადების კურსი. და მკითხულობდი მაგაზე, რომ რამოდენიმე ქვეყანა არის, სადაც აი მაგალითად უკვე ნელა დეკრეტულით 3 წლამდე გაზარდეს, იმიტომ რომ იციან, რომ აღზრდისთვის ეს 3 წელი კრიტიკულია და შესაბამისად, რომ მშობელთან კავშირი ბავშვს უნდა შეუნარჩუნოს. თუმცა რეალურად რო შევხედოთ, მაინც გადავალ ამაზე და მან მაინტერესებს სად დაიბადა ეს ყველაფერი. ჩვენ თითქოს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც უფრო მეტად არის იერარქიული სისტემა თვითონ დგას რაღაცა იერარქიებზე, მათ შორის ოჯახს როგორც სისტემას რო შევხედოთ, სკოლას როგორც სისტემას რო შევხედოთ, სახელმწიფოსაც როგორც სისტემას რო შევხედოთ, აი ეს იერარქიულობა და დომინაციურობა, რომელიც შეიძლება ასე ვიტყოდი, რომ მე განცდა მაგ და სკოლაზე დაფოკუსირდება ძალიან ფოკუს მიღმა არ გავიდე, თითქოს ეს სკოლები, რომელიც შეიქმნა ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად, რომ გაიზარდათ დიდი რაოდენობით მუშათა კლასი. ასე ვთქვათ, რომ ეს მორგებული იყო ამ რევოლუციას ინდუსტრიულ. ამ დროს ჩვენ ტექნოლოგიური რევოლუცია უკვე ხომ მოხდა და ამას კიდე ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას უკვე აგერ ჩვენ თვალწინ ვითარდება და რამგონია რომ ხელოვნური ინტელექტი მაგაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი. რომ ეს რევოლუციები იმდენად სწრაფად ცვლის, რომ ჩემი აზრით სამყარო გაცილებით სწრაფად იცვლება დღეს, ვიდრე იცვლებოდა თუნდაც ინდუსტრიალური რევოლუციის მერე. ასწრაფდა დრო. ცვლილებას ასწრაფდა და დღეს მაგალითად ლიდერები რომ მოდიან ჩემთან, მეკითხებია მთავარი რა ვისწავლო? თავარი ისწავლო იყო კომფორტულად დისკომფორტთან, იმიტომ რომ ცვლილებას ყოველთვის მოსდევს დისკომფორტი. და მაქვს კითხვა, როგორი უნდა იყოს სინამდვილეში სკოლა, თანამედროვე, რომელიც ამ სამყაროსთვის, რომელ კონტექსტშიც ვიმყოფებით, გაზდის ყველაზე არ ვიცი, სასარგებლო, არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, ადაპტირებულს ალბათ ადამიანს, რომელიც დღეს სჭირდება სამყაროს. აი როგორი იქნება, რო წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ჯადოქარი ყავს, რომელიც ამ სკოლას ეგრევე აგვიშენებდა. რანაირი უნდა იყოს ეგეთი სკოლა? ხო. ჯერჯერობით უნდა გავიგოთ რა არის სიტყვა სკოლა. ძალიან კაი. იმიტომ რომ ყველა საგანს თავის სახელი ჰქვია. და როცა რამე გვინდა ვიტყვით აი ეს მინდა უბილ. მაგრამ ზოგიერთ სიტყვამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ძალიან დაკარგა და ამრიგად სიყალბეში აღმოჩნდით. როცა სიტყვა არასწორად გვესმის, არასწორი ქცევები გამოგვდის. სიტყვა სკოლა ეხლა გაგებულია ვითომ და მეცნიერულად როგორც სასწავლო აღზრდობითი დაწესებულება. მასშტაბი აგერ ერთ სკოლას ჩამოვუყარეთ, 54 სკოლა იყო, სადაც ჩვენი ექსპერტები დავიწყეთ. და აი ის შენობა თითქოს სკოლა. აი შენობა დგას, ნომერი აქვს, ქუჩაც ვიცით. ეს სკოლა არ არის. შესთქმას უშვებ, რომ არასოდეს არ ყოფილა სიტყვა სკოლაში ესეთი მნიშვნელობა. რა არის სკოლა? ეს არის სანსკრიტული სიტყვა და ნიშნავს სულის აღმავლობის კიბეს. სკალე. ჩვენთან სანსკრიტულად კარგად გამოვიდა სკალე სკოლა. ხო? სულე და სხვამგვარი. ეს არის სულის აღმავლობის კიბე. თუ ეს კიბე არის, სად ნახოთ ეს კიბე? ქუჩაში ვერ ნახავთ. ხო, ნომერს ვერ მივაწერთ. ეს კიბე მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მასწავლებელში იყოს, უხილავი კიბეა. აი მომივიდა მოწაფე,
ის უნდა სულით ამაღლდეს და მე შიგნით მისი მასწავლებელი ვარ, საფეხური ვარ მისი. დღეს ამ საფეხურზე მყავს, ავიყვანა 100 შევეშველები, რაღაცნაირად ავწემაღლა და წავა წინ ჩემზე. ხო? აი ეს არის სკოლა. აი აქ არის ჰუმანური პედაგოგიკის მთელი საიდუმლო. გამიგეთ? როგორი იქნება მომავალი სკოლა? ვიღაცა ფიქრობს, აი მეც დავხატე, გუმბათებიანი უნდა იყოს ეს როგორც ტაძარი და მრგვალი უნდა იყოს, ოვალური საკლასო ოთახები და არა კუთხური და სხვამგვარ რომ წვეტი არ უნდა ჰქონდეს სკოლას. დერეფნები ასეთი დაგრეხილი რომ ბავშვს უყვარს ლაბირინთული ცხოვრება. არა? მაგრამ ეს შენობა არ წყვეტს სკოლის იდეას. ეს ხელს შეუწყობს სკოლას, ამ ხელს შეუშლის. სკოლა მე ვარ. რომ მასწავლებელი მქვია, ჩემში აქვს სკოლა. სკოლა ისეთი იქნება, როგორც ადამიანი იქნება. როგორ მასწავლებელსაც მიუყვარს შენ შვილს, იმ სკოლას შემოიტეს თუ მასწავლებელი. მარტო იმაზეა, რომ რაღაცნაირად ამ ბავშვს ჭამა ასწავლოს, ანდა კითხვა და წერა ასწავლოს და ეს გააგებინოს, ასეთი სკოლა იქნება სახში. სკოლაში თუ მასწავლებელს ჯერა ამ შენობაში, რომ თუ არ ეჩხუბებ ბავშვს, არაფერი არ გამოვა, აი ჩხუბიანი სკოლა იქნება, ავტორიტარულ ვეძახებ შენობას და გვაქვს ეს სკოლები. ეხლა აი ამ წუთას ჩვენ აქ ვართ და ბევრ სკოლაში ყაყანი მიდის. ჩხუბი მიდის, ეს რა დღეა? ხოჩაბო. ხო, ბაშ სამუშაო დღეა, ხო. ყაყანი და ჩხუბი მიდის ბევრ სკოლაში. ვიღაცა საგდებენ, ვიღაცა ორიან ცუდ ქულას უწერენ და რაღაცა. აი ასეა. შობეს იბარებენ, ადამიანია სკოლა. ამრიგად უნდა შვილს რომ მიიყვანს სკოლაში, შენობა კი არ ეძებო. არა, ერთი გაიკითხა, ქალბატონი თამარი ხო არ არის აქ, ასეთი კეთილი გული რო აქვს. ბავშვი რომ ძალიან უყვარს, იმისთვის რომ მიიწვის. და ჩაწითებული თვალებით რომ მოდის, იმიტომ რომ ღამით გაკვეთილებზე მუშაობს და სხვა. აი ეს თამარი აქ არის. ადამიანი მოუძებნეს შვილს გამზრდელად და არა შენობა და საკლასო ოთახი. დადგება 60-იანი წლები, როგორი სკოლა იქნება? შენობა იქნება გადასარევ გასაგიჟებელი. ახალი ტექნიკა მოვა, ახალი ფორმები გამოჩნდება, შეიძლება ჩემი გუმბათებიანი სკოლაც ააშენონ მაშინ, არა? კაბინეტები იქნება გაძეძგილი ტექნიკითა და რაღაცე, ხალხი წინ წავა. ესაა ახალი სკოლა? კაი მასწავლებელი ქოხში ასწავლის ბავშვს. და ცუდი მასწავლებელს ვერც ქოხი უშვილს და ვერც ეგეთი შენობა და ვერც სტანდარტები უშველის. ვერც კაი საღამო ველაფერი ვერ უშვილს. ცუდია და ცუდი იქნება. სადაც კაი მასწავლებელია, იქ კაი ბავშვები არიან. სადაც კაი მშობლები არიან, დედა ნახე, მამა ნახეო, ვინ გამოიგონა? არა? მე რა შვილი ნახეო. მას როგორ იქნება მოვარში მშობელი? როგორიც იქნება ისეთი გამოუვა ბავშვი. აი ეს არის ჰუმანური პედაგოგიკის ერთ-ერთი ფუძე. იმიტომ რომ ადამიანი გავხადოთ მასწავლებელი. როცა ჰუმანურ პედაგოგიკას ქმნიდი, იყო საბჭოთა კავშირი. კი. საიდან ამ ხელდოზის სულიერება საბჭოთა კავშირში, როცა საერთოდ ყველაფერს მალავდნენ და რავი გმობდნენ და თითქმის ნომზრატად გამოცხადებული ეს იყო 60-იანი წლები. როცა ეს საქმე დავიწყეთ, ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მყავდნენ, ლაბორატორია ჰქონდა და სხვა და როცა ეს საქმე წამოვიწყეთ 60-იან წლებში, რა საკვირველია, სადამდე მივედით, ჩვენც არ ვიცოდით. ჩვენ მარტო ბავშვის ძალებს ვეძებდით, შეუძლიათ რომ უფრო მეტი ისწავლოს, დავინახეთ რომ შეუძლია. ხო, შეუძლიათ რომ უფრო მოკლე დროში ბევრი ცოდნა მიწო, დავინახეთ რომ სრულად შესაძლებელია. და ბავშვი არ იტანჯება პირიქით. ხო, მაშინ შეიძლება თუ არა ბავშვს 5 დღიანი კვირა მივცეთ და მივეცეთ 5 დღიანი კვირა. საქართველოში პირველად 5 დღიანი კვირა ჩვენ შემოვიღეთ, ხო? შეიძლება თუ 6-იანი ბავშვი კაცო საბავშვო ბავშვი რაბდა დავტოვოთ. აი აქ ყავდეს თუ ეგეთი სწავლება გვექნება. და გამოვიდა რომ ეს ყველაფერი გარეგნული ნიშნები იყო. მაგრამ შიგნით ქონდა სხვა მასწავლებელს ვცვლიდით ჩვენ და პირველ რიგში სიყვარულს და უაღრეს პატივისცემას უნერგავდით ბავშვის მიმართ. ხმამაღალი ლაპარაკი პირველ რიგში სკოლაში დღესაც არ შეიძლება.
და მაშინ განავაშენებდით მას, რომ აი გასული იყო თითქოს აი თელი სკოლა, როცა სწავლა. ჩაუვიდი კარებს და მასწავლებელი არ დაიყურებს, მას არ აიმაღლებს, თითქოს კლასში არავინ არ არის. ხო. ეს ყველაფერი მერე გაგვირთულდა, სხვა ვითარებაში გადავიდა და დაგვარქვეს ბურჟუაზიული პედაგოგები. ჩვენ ვიყავით ბურჟუა, რა არის ბურჟუაზიული პედაგოგი? მე არც ვიცი სიტყვა ბურჟუაზიული რას ნიშნავს და ამდა სოციალისტური. დღესაც არ ვიცი. არა? და ეს საშიში ცნება იყო მაშინ. მაგრამ რა არის იცით? მე ისე გაოცებული ვარ, რაც ხდება დღეს, რომ და გულდაწყვეტილიც, რომ როგორ შეიძლება იმ საბჭოთა კავშირში ეს პედაგოგიკა დაუბადეთ, რომ იმ რთულ პირობებში, როცა ეს ბურჟუაზული იყო, აგერ მოვიდა ბურჟუაზია, მთავრობა მოვიდა ხო, მინისტრები მოვიდა და სხვაგან ეძებენ პედაგოგიკას, როცა გოგობაშვილის ქვეყანა იყო და როცა ჩვენი ექსპერტები იყო. ამ ექსპერტებმა მსოფლიო მოიარა, განა თბილისშია დარჩენილი ეს განაჩაკეტილი ეს ექსპერიმენტი. აგერ პაატა დღეს შეუბნებოდნენ, იქნება უკვე პროცესს წახვიდევა რა. დაუნებური. სემინარზე პატიჟებიან, ამერიკაში პატიჟებიან, გავიდა ეს მსოფლიო პედაგოგიკა ესა. მაგრამ ხშირად აი მის სამინისტროს უნდა რეფორმა გააკეთოს, ხო? რა შეხედავს ამ რეფორმას? ხელფასი მოუმატოს მას, დიდი რეფორმა, კი, კარგი ესა, ვინიტოს. ახალი სტანდარტები შეიმუშაოს, დიდი რეფორმა არის. ხო? 5 დღიანი შეფასება იყო 12-იანი თუ 10-იანი გახადეს რეფორმა მოხდა სკოლაში. სხვა სახელმწიფოები გამოუშვეს რეფორმა. ამათ ხარისხს არ უყურებენ და რეფორმას არქმევენ. მაგრამ თავარი რეფორმა მასების სულში გულში და გულში თუ არ მოხდა, არა, არავითარ რეფორმას სკოლაში არ ელოდა. ამ მასებს შეუძლია დაუნიშნო ძალიან დიდი ხელფასიც, მაგრამ რაც არის ის არის. ხელფასი ვერ შეცვლის მას. მაგრამ მე რომ ხელმძღვანელი ვარ და შენ მიყვარხარ და გაქეზებ, მიგეუდე მიდი, მოგეშვენია, მიგვერდით ვარ, იყავი შემოქმედი, აი იქ დაიწყებ რეფორმა. რეფორმა მასების გულსა და ცნობიერებაშია. ძალიან პასუხია დამაფიქრა იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ვინ შეიძლება იყოს ეგეთი რეფორმის დამკვეთი. ანუ ტექნიკურად რომ შევხედოთ, ასე გამოდის, რომ სკოლა არა იმ გაგებით, როგორც ხა შენახსენე, რომ ეს არის იბე ჩემი სულიერების განვითარების მაგაზე რეფლექსია მქონდა, რომ ალბათ მასწავლებელი შეძლებს იმ დონეზე განმავითაროს, სადაც თვითონ არის, ხო? ანუ როგორ შეიძლება მე სადღაც გამიყვანო, სადაც თვითონ ნამყოფიც კი არ არის, ხო? და თითქოს ამ ავტორიტეტზე დაფუძნებულ იერარქიულ საზოგადოებას ასეთი სკოლა ჭირდება. ასეთი მორჩილება ჭირდება, აქ ხო რაზე მიდის ლაპარაკი, რომ მე ასე ვთარგმნი და მინდა თქვენი უკავშირი მივიღო, ხშირად მივაპარაკე ამაზე ჩემ გუნდთან, კომპანიებთან, ვისთან თანამშრომლობდი. მე ადამიანს მაქვს საჭიროებები. და ეს საჭიროებები მამოძრავებს სულ. ამ საჭიროებებზე თუ არ შემიძლია ღიად ვილაპარაკო, ვიყო მოწყვლადი და ღიად თქვა, იცი რა, მე შენგან კავშირი მჭირდება, თუ მხარდაჭერა მჭირდება, თუ გვერდში დგომა მჭირდება, თუ ზრუნვა მჭირდება, თუ სიყვარული მჭირდება. აი ამის თქმის უნარი რო არა, მაგრამ მე მაინც დავაზუსტებ, რომ 10 წლის წინ მე ამის უნარი არ მქონდა. მე ვიყავი ყავადამისხი, კომპიუტერი გამიმზადე, ამ ენაზე ვლაპარაკობდი და ერთხელ რომ დავიჭირე მახსოვს საჭიროებების სიახლეში, აღმოვაჩინე, რომ მუნჯი ვარ. ანუ მგონია რომ ლაპარაკი ვიცი, მაგრამ მუნჯი ყოფილვარ. ხო და თუ არ შემიძლია ვიყო მოწყვლადი და ჩემი საჭიროებები დავიკმაყოფილო და თან უნარი რომ მივიღო უარი სხვა ადამიანისგან, ამ დროს ერთადერთი გზა რომ დავიკმაყოფილო ჩემი საჭიროებები არის იერარქიაში, რომელიმე სისტემაში აღმოჩნდე სათავეში, აღმოჩნდე დომინანტურ პოზიციაში და ჩემი საჭიროებები დაკმაყოფილდეს ჩემი იერარქიიდან გამომდინარე, რამიშოვად მე კომპანიის პრეზიდენტი ვარ თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარ თუ სკოლის დირექტორი ვარ.
თანამდებობა მაძლევს იერარქიაში დომინაციას. და მე ამ დომინაციის ხარჯზე უთქმელად, პრაქტიკულად, გაუხსნელად სხვა ადამიანს მოვთხოვ ჩემი საჭიროებების დაკმაყოფილებას. მე არ მგონია რომ ოჯახური დომინაციას რამენაირი სხვა მაგალითი იყოს, როცა ისე და ისე რომელიღაცა დომინანტია. ხო და ვინ უნდა იყოს მაშინ დამკვეთი ესეთი სკოლის? ანუ თუ ზოგადად კონტექსტში თითქოს ჩემთვის სკოლა ცალკე მოწყვეტილად საერთო კონტექსტიდან არ არსებობს. ის რაღაც არსებობს, რომელიც უკვეთავს რაღაც ადამიანებს განათლებას და რაღაცნაირ ადამიანებს და მერე სკოლა როგორც ინსტიტუცია ამ დაკვეთას ასრულებს. ხო და აი აქ მიჩნდება კითხვა, რომ ჩვენ ხო საქმე გვაქვს იმასთან, რომ რანაირი საზოგადოებაც არის, რანაირი დაკვეთაც არის საზოგადოებაში, ისეთი სკოლა ფორმირდება. საბოლოო ჯამში, თუ არ არის რამე კერძო სკოლა, კონკრეტული მაგალითი გამოვიდა ვიღაცა ხედვით, აი როგორც თქვენ აკეთებთ. გამოვიდა ხედვით და თქვა, კი, მაგრამ მე სხვანაირ ადამიანების მჯერა, სხვანაირი აღზრდის მჯერა, სხვა ფასეულობები მაქვს და მე სხვანაირად. და იქ ვიღაცას მოყავს თავისი ბავშვი თქვენთან და ვიღაცას არ მოყავს. მაგრამ სისტემური ცვლილება ეგ არ არის. და ხო არ არის ეს მაინც ფასეული, მაგრამ მაინც ეს რეფორმა როგორც შენ ახსენე, ეს არის რაღაცა გარკვეული კომპონენტების ცვლილება, რომელიც რეფორმას ეძახიან და გულში არაფერი არ იცვლებაო, მე ესე გავიგე. სულში და გულში არაფერი არ იცვლებაო და მან თუ არ შეიცვალაო, დავარქვათ რამდენიც გინდა რეფორმა და მე როგორც უყურებ ამ ქვეყანაში ვინც არ მოდის ხელისუფლებაში, ყველაზე პრობლემატიური რეფორმები ყოველთვის განათლების რეფორმაა. ანუ რაღაცა სხვა სფეროებში კიდე გამოდის და განათლებაში არ გამოდის. განათლებაში აი რევოლუცია ახსენეთ, საგან რევოლუცია მოხდა, წყობა შეიცვალა, ჩვიდმეცი საერთოდ რაღაცა. ხომ, განათლებაში რევოლუცია ვერ მოახდინა მთავრობა. როგორც იყო სკოლა, ისეთვე დარჩა, მხოლოდ შეიტანა თავისი დოგმები. და სკოლა იტანს ამ დოგმებს. ავტორიტარული სკოლა იტანს. აი ესეთი სახელმწიფოა, ისედა სკოლა ავტორიტარულია, სახელმწიფოც ასეთია და მოერგნენ ერთმანეთს. თორემ იქაც უნდა მოხდარიყო სოციალური გადატრიალება განათლებაში. სადა ეს მაშინდელმა მინისტრმა ლუნაჩარსკი იყო მგონი ნიშნები გააძევა სკოლიდან. სულ მოსპო ყველანაირ კიდე ბევრი რაღაც, მაგრამ ხალხმა ისე უკან შეიტანა ჩუმჩუმად ეს ნიშნები და მე ისე აღადგინეს. ხო? რევოლუციაში ვერ მოხდა სკოლაში. რევოლუცია ხდება მარტო ჩვენში, შიგნით უნდა მოახდინო და მე რომ ვარვარო ვარდიაშვილი ვარ, ჩემს მასობებს ვენაცვალებ, ჩემს მასობებს ვახსენებ, მე ვარ რეფორმა. ჩემს კლასში, ჩემს ბავშვებთან. მე სხვა შემოვა და ის დოგმებს შემოიტანს. მაგრამ მე რეფორმა ვარ. მასწავლებელი არის რეფორმა. ბევრ სკოლაში არის ბრწყინვალე მასწავლებელი. იმიტომ კი არა რომ 25 წელიწად იმუშავა სკოლაში. სტაჟს მე არ ვაფასებ. ვაფასებ შემოქმედებას. ხო? ბევრგან არის ასეთი ბრწყინვალე მასწავლებელი, ხან ახალგაზრდა მასწავლებელი, აგერ გუშინ წინ მოვიდა რაღაცა სულ 2-3 წელიწად და ბავშვების შეყვარებულები. ხო? მიხვევიან მას, კიდეც სწავლობენ, კიდეც უნდათ, კიდეც იზრდებიან. აცმანის სხვა პოდკასტის წარმდგენი არის დეველოპერული კომპანია Homery. Homery გპირდება სახლს, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია. რას ნიშნავს ეს დაპირება? ეს დაპირება ნიშნავს ისეთი სახლის შექმნას, სადაც ყველაფერი საათივით გამართულად მუშაობს. ხარისხიანი კონსტრუქციითა და ცხოვრებისთვის მიმზიდველი ყოველდღიურობით. მე პირადად ვიცნობ კომპანიის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულება ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც სიტყვები უბრალოდ დაპირებები არაა და დადებული პირობა ყოველთვის სრულდება. ამიტომ თუ ეძებ ბინას შენთვის, შენი ოჯახისთვის ან საინვესტიციოდ, მაშინ Homer Alpha შენებარი პროექტი დიღომში შეიძლება აღმოჩნდეს შენთვის ძალიან საინტერესო. ამიტომ გადადი მულზე და ნახე რას გთავაზობს Homery. Homery არის ჩვენი მეგობარი, არის პარტნიორი და პოდკასტის წარმდგენი.
თქვენ ჭეშმარიტ მე მგონი ანუ ატრენინგებთ რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი ხო ატრენინგებთ ალბათ ხო ჩემთვის ჩემ ენაზე ტრენინგს ქვია რასაც თქვენ მასწავლებელს ატარეთ ხო ალბათ 1000-1000 მასწავლებელი გაატარეთ არ ვიცი ზუსტი მე სტატისტიკას არ ფლობ ვერსად ვერ მომძებ ზუსტი სტატისტიკა მაგრამ როგორც 3 წლის წინ დავსვი კითხვა ისე ვაბრუნებ ამ კითხვას რატო არის ბაღი, მაგრამ ჯერ არ არის სკოლა? მე მეუბნები. ბაღი არის და არ არის სკოლა. არ არის და. ეს უნდა იყოს. თუ არის, ესე იგი ესე უნდა იყოს. ესე დაუბრუნდეთ ეგრე არის ხა. სკოლაზე ძალიან საინტერესო საუბრობდით, კარგად უსმენდი ამას. ერთი არის ის რაც რეალობა და მეორე არის ის რაც იდეა შეიძლება იყოს. როგორც მებაღე ზრდის ხეს, იზრდება ხე, მაგრამ მებაღეს ცნობიერებაში არის ხის იდეალი. ის შეეცდება ხე ამ იდეალთან მიიყვანოს. ამ იდეალიდან. ხო, რა თქმა უნდა. და შენ ძალიან სწორედ ამბობ. სკოლა არის სახე იმ ცნობიერებისა, რაც უმეტესობას საზოგადოებაში აქვს. ამ ცნობიერებიდან გამომდინარე, ხალხის მოთხოვნა ბავშვი იყოს განათლებული იმ თვალსაზრისით, რომ იცოდეს ის ცოდნა, რა ცოდნაც გამოადგება წინსვლისთვის, მშობლების ხედვიდან. მეორე ხედვა იმათი მხრიდან, ვინც სკოლას აფინანსებს და აი სკოლის შემთხვევაში, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. შენ სწორედ თქვი, თავიდან ინდუსტრიალური წარმოებისთვის იყო საჭირო მასობრივად მუშები, მანამდეც იყო ეგეთი სკოლები, სანამ ინდუსტრია მაშინ იყო, თავადებს რაც აინტერესებდათ და სკოლაში რა ფულსაც იხდიდნენ, ის მოთხოვნა იყო რა, თავადს უნდა კარგად მოემსახურო და ასე შემდეგ. ანუ ჯერ იყო მეფეების მსახურებისთვის სკოლა, შემდეგ უკვე ინდუსტრიის მსახურებისთვის სკოლა, ახლაც ზრდიან ბავშვებს, იმიტომ რომ კარგად მოემსახუროს და ზოგიერთ ქვეყანაში სკოლის მთავარი მოთხოვნა დავიდა იქამდე, რომ ბავშვმა უბრალოდ იცოდეს წერა-კითხვა, რომ გაარჩიოს, ვინ აირჩიოს. ერთი სახელი დაინახოს, მეორე სახელი დაინახოს და 3-მდე, 4-მდე თვლა იცოდეს, რომ შემოხაზოს შესაბამისი, აი ეს მოთხოვნა შეიძლება იყოს და შედეგი არის რეალობა, რაც არის. მეორეა შალვამ ჩამოაყალიბა იდეა სკოლის. იქ მთავარი ცოდნა არ არის, იქ არის მთავარი აღზრდა, იქ არის ადამიანობა პირველი და მერე ამას მოსდევს ცოდნა. მაგრამ ესეთი სკოლა დარჩება იდეალად, სანამ ამისი მოთხოვნა არ იქნება ძლიერი თვითონ საზოგადოების მხრიდან. და როცა მეც მეკითხებიან, რომ ჰუმანური პედაგოგიკა ესეთი კაი როა, ესე ჩქარა რატო არ ვითარდება და რატო არ შედის მასიურად, არც შევა. იმიტომ რომ მოითხოვს პიროვნების, თვისებების შეცვლას, ცნობიერების გადახალისებას მოითხოვს. და ეგ ძნელი ამბავი არის, როგორც შენთვის და როგორც ჩემთვის და როგორც ყველასთვის, ასევე უფრო ძნელია მასიურად მასწავლებლებისთვის. ფინური მაგალითი ნასწავლი გაქვს შენ ჩემზე კარგად, იქ დაიწყეს იმითი, რომ ცნობიერება კი არ შეუცვალეს, არამედ დაიწყეს ცნობიერების ჩამოყალიბება ჯერ ჩამოუყალიბებელ სტუდენტებში და ეს არის პროგრამული ცვლილება უმაღლეს სასწავლო განათლებებში და ეს რომ შეიტანეს ჭკვიანურად მოიქცნენ, დაელოდენ 30 თუ 50 წელიწადი სანამ ეს ახალი თაობა წამოვიდოდა და აი იქ დაიწყო რეალური შეცვლა თვითონ სკოლისა. ამიტომ სწორია, არის იდეალი სკოლის, არის რეალობა, ამ რეალობის შეცვლა შეიძლება ოღონდ ხანგრძლივ პერსპექტივაში და დაწყება მასწავლებლის ცნობიერების შეცვლით, ოღონდ არა არსებულ მასწავლებლებში, ეგ რთული გზაა და წინააღმდეგობებს უფრო შეეჯახება. არამედ მომავალ მასწავლებლებში, რომლებსაც ახლა ჯერ არა აქვთ ცნობიერება მოღრეცილი. ხო, მაგრამ იცი რა, ლოგიკური ძალიან საინტერესო თამვითარებ, რომ ფიქრობ, საიდან იორიცება, სად არის წერტილი, საიდან ხდება მოღრეცვა ამ ცნობიერების, იმიტომ რომ თითქოს და
ასე ვითხოვდი და მან მინდა გავუკვეთ მსჯელობაში, რომ ყველა ბავშვი დაბადებული არის აი გაშლილი ხელებს უყურებდა როს, ხო? ესე უკბილო ხიმილით რო გიღიმის და ხელები რო გაშლილი და მე განცდა მიჩნდება, რომ დაბადებული არის არსება ორი რაღაცისთვის, რომ გასცეს სიყვარული და მიიღოს სიყვარული. აი ესეთი არსებაა. მიუხედავად ამისა, რომ მე ძალიან ბევრ ნეირომეცნიერებების სტატიები მაქვს წაკითხული, სასამტკიცემენ, რომ 400-ზე მეტი ხასიათის თვისება აქვს ბავშვს, ანუ ვფიქრობთ, რომ ეს ცარიელი ფურცელი არისო დაბადებული, ანუ 400-ზე მეტი თვისება ინტეგრირებული აქვს უკვე ბავშვს თავის გენეტიკიდან, ეპიგენეტიკიდან, ორსულობის პროცესიდან გამომდინარე და ძალიან ბევრი პროცესი მოქმედებს თურმე კონტექსტის დონეზე, ბავშვის ტვინის ნერვიული სისტემის განვითარებაზე და უამრავ ამაზეც საერთოდ არ ვლაპარაკობთ ორსულობას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბოლოს 9 თვის თავზე რა გამოწყვება ამ ბავშვში და რამდენად თავს მხარდაჭერა ჭირდება ამ პერიოდში იმისათვის, რომ მოდი ესე ვთქვათ, ეს ამანიცის კარგად. გვეტყვი? აბა შეკითხვა და აი შეკითხვა, რომ მე მაინტერესებს შენი პერსპექტივა ჯერ, შენ როგორ ფიქრობ, აი შენი თავის გადმოსახედიდან, როგორი უნდა იყოს სკოლა? აი შენ რო იყო დამკვეთი, რანაირი სკოლა იქნებოდა თანამედროვე კონტექსტისთვის, როგორ თქვა, ყველაზე რელევანტური, ადეკვატური. მე ცოტა განსხვავებული შემთხვევა ვარ, არა იმიტომ რომ რაღაცა ძალიან კარგი ვარ, არამედ უბრალოდ იმ გამოცდილებებიდან და იმ ოჯახიდან გამომდინარე, საიდანაც მე მოვდივარ. შესაბამისად, ჩემი პირადი დაკვეთები, ჩემი შვილი ხო 19 წლის ხდება, ხო? ანუ სკოლა დაამთავრა მეორე კურსზე. ჩემი დაკვეთები სკოლის მიმართ თამაშის შემთხვევაში რადიკალურად განსხვავდებოდა ყველა სხვა მშობლის დაკვეთისგან, ვინც მისი კლასელები იყვნენ. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ჩემი პირადი მაგალითი გავრცობადი საქართველოს საზოგადოებაზე ნაკლებად იქნება. თუმცა თუ ჩემი პირადი მოსაზრება გვაინტერესებს ამ შემთხვევაში, მე მგონია, რომ სკოლა უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული ინდივიდუალურად თითოეულ ბავშვზე. მე მესმის, რომ ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით საჯარო სკოლების სფეროში, სადაც ბევრი მოზარდიუზით პედაგოგებს ოთახში, მაგრამ ეს სავსებით შესაძლებელია. დღევანდელი ბავშვები უკვე თვითონ აღარ იღებენ არსებულ საგანმანათლებლო სისტემას. ეს ჩემი შვილის მაგალითზე მაქვს ძალიან თვალნათლივ ნანახი. ჩემი შვილი არ არის კარგი აღზრდილი ბავშვია, ეს ამაყად შემიძლია თქვა, მაგრამ სკოლაში ჰქონდა უამრავი პრობლემა, მათ შორის პედაგოგებთან, იმიტომ რომ ის არ ეთანხმებოდა არსებულ საგანმანათლებლო სისტემას, არა და კარგ სკოლაში დაყავდა, არა, იმიტომ რომ ცუდ სკოლაში დაყავდა. პედაგოგებიც კარგები ყავდა, უბრალოდ ის არ ეთანხმებოდა სისტემას, რომ პედაგოგი მოვიდა, ეუბნება, რომ შენ ეს უნდა ისწავლო და შეკითხვა აღარ დასვა რატომ. მას აინტერესებდა ეს რატომ უნდა ვიცოდე, ეს საიდან გამომდინარეობს, ეს რაში გამომადგება, ეს რისთვის მინდა, ეს რატომ ჭირდება მე პირადად. ძალიან დიდი ხნით ადრე იცოდა რა უნდა ცხოვრებაში, უცნაურია ეგეთი რაღაცები, იშვიათად ხდება ხოლმე, მეც მაგარი 40-ის ხდები და მე არ ვიცი პრაქტიკულად რა მინდა კარგად ცხოვრებაში. მან კარგად იცოდა და ამბობდა, რომ მე ეს ფიზიკა მაგალითად არაფერში არ მჭირდება და არასდროს არ გამომადგება და ეკითხებოდა ამასწავლებს, რომ რაში მჭირდება ეს ფიზიკა? დამაინტერესე, თითქოს აი ბავშვი თვითონ ეუბნებოდა, რომ დამაინტერესე ამ საგნით და გამოყვები, წამოყვები, სადაც წამიყვან. მაგრამ აი ამას ვერ ახერხებენ სამწუხაროდ ჩვენი თანამედროვე პედაგოგები და საგანმანათლებლო სისტემა. რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ უმეტესობა. ჩემი დაკვეთა კიდევ ერთხელ როგორც მშობლის, ახლა მეორე შვილი მყავს პატარა, რომელიც 4 წლის არის და სკოლაში წასასვლელია და ეს პერიოდი თავიდან გვაქვს გამოსავლელი მასთან ერთად. ჩემი პირადი დაკვეთა იქნება, რომ ჩემი შვილი იყოს ბედნიერი სკოლაში, უხაროდეს სიარული, იმიტომ რომ ბავშვს თუ უხარია სკოლაში სიარული, ეს ნიშნავს, რომ ის იღებს პედაგოგის მიერ მიცემულ ყველაფერს. შესაბამისად, ის აუცილებლად იქ კარგად არის, აუცილებლად იმ განათლებასაც მიიღებს, იმ აღზრდასაც მიიღებს, რომელიც სკოლამ უნდა მისცეს. ანუ პირველია, რომ ჩემი შვილი უნდა იყოს ბედნიერი სკოლაში სიარულით და ეს იქნება ჩემი პირველი დაკვეთა.
და უნდა მიიღოს არა მარტო განათლება, არამედ აღზრდა, რაც ძალიან გამოკლებული არის დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემასა. თითქოს სკოლამ ჩამოიშორა პედაგოგებისგანაც მესმის ეს, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის. აღზრდა. თქვენ სახში აღზარდეთ ბავშვები და მე მათემატიკას მე ვასწავლე. საგანს ვასწავლიო? ხო, აღზრდა მშობლის ხო, საქმეა. აღზრდა მშობლის საქმეა, არა და მე მეხება მათემატიკა. არა და პირიქით არის შენ აღზრდა თუ არ დააყოლე იმ მათემატიკას, ცარიელი მათემატიკა არაფერს არ მისცემს. უამრავი მაგალითია მსოფლიოში, როდესაც გენიოსები თავის ცოდნას იყენებენ ძალიან ცუდი მიზნების. მე შეიძლება ატომური ბომბი გავაკეთო, კარგად რო ვიცი ფიზიკა, მაგრამ შეიძლება ასევე ისეთი რაღაც ჯადოსნური რაღაც გავაკეთო, რომ სამყაროს გამოადგეს, ხო? ამიტომ აღზრდა თუ არ დავაყოლეთ ზედ განათლებას, ეს ძალიან საშიში რაღაცა არის. შესაბამისად აღზის ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მშობლისთვის სკოლიდან. თუმცა კიდევ ერთხელ მე შეიძლება ვიყო ძალიან გამონაკლისი ამ შემთხვევაში და შეიძლება უმეტესობას უნდოდეს მხოლოდ კარგი ნიშნები, უნდოდეს რომ სკოლამ მისცეს უბრალოდ მხოლოდ განათლება. ეს სხვაობა ჯერჯერობით ჯერ კიდევ შეიძლება არსებობს. ბაღზე ჩაგეკითხო? გარდა იმისა, რომ ბაღში ყველა დატრენინგებული არის უმანური პედაგოგიკის ცოდნით და პრინციპებით. თვითონ სისტემაში თუ არის მე ეგრე ახლოს არ ვიცნობ და უბრალოდ დავინტერესდი მგონია რომ მაყურებლისთვისაც იქნება ეს საინტერესო. ანუ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები დატრენინგებული რამე არის სპეციფიური, რომელიც შეგიძლია რომ მოყვია, რითი განსხვავდება სიტყვაზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის თვითონ სისტემაში რა არის სხვაობა გარდა იმისა, რომ დატრენინგებულები არიან აღზრდელები. რამე სხვა თუ არის კიდე DNM-ში ამ ბაღის. ბაღის ასაკი ძალიან განსხვავდება სკოლის ასაკისგან. ბაღის ასაკის ბავშვები სკოლის ასაკში თუ უკვე მოზარდები არიან ჩემთვის, ბაღის ასაკში ჯერ კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვები არიან, თუმცა ბავშვებს არ მიმართავენ ჩვენთან ბავშვები, ისინი არიან მეგობრები, პედაგოგებიც ასე მიმართავენ მეგობრებო, ისინი ერთმანეთის მეგობრები არიან. მაგრამ აი ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თამაში მათთვის ჯერ კიდევ. ეს ჩვენი მოგონილი არ არის, არც ჩვენი ბაღისთვის არის მხოლოდ დამახასიათებელი, ზოგადად ბაღის ასაკში ყველაფერი უნდა ხდებოდეს თამაშის საშუალებით. თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ თამაშებით დავეხმაროთ ბავშვებს ყოველდღიური ცხოვრებაში შესვლაში. ბავშვი უკვე ცხოვრობს, ის არ ემზადება ცხოვრებისთვის, თუმცა მას აქვს ნაკლები გამოცდილება ამ ცხოვრების შესაბამისად ჩვენ ეს გამოცდილებები უნდა მივცეთ. ახლა ამაში რას გულისხმობ? აი მაგალითად სასკოლო ასაკში ვიცით, რომ ბავშვი სკოლაში არის წასასვლელის შემდეგ წელს. მთელი წლის განმავლობაში ვთამაშობთ სკოლობანას. ეს რას ნიშნავს? ხან მასწავლებელია ეს ბავშვი, ხან მოსწავლე არის, ხან მერხთან ზის, ხან მათემატიკის გაკვეთილი აქვს, ხან ქართულის გაკვეთილი აქვს. თამაშობს სკოლობანას. შესაბამისად, აი ამ თამაშით ისე ემზადება უკვე სკოლისთვის, რომ სკოლაში რომ მიდის, ნაკლებად აქვს პრობლემა. მასწავლებლის გაგებაც აქვს, იმ მასწავლებელს როგორ უჭერს, იმიტომ რომ ნათამაშები აქვს თვითონ მასწავლებელიც ყოფილა. მოსწავლეც იცის როგორ უნდა იყოს და როგორ უნდა დაждდეს, წერა ხელი როგორ უნდა მოხაზოს, რომ გამოუვიდეს და ასე შემდეგ. ანუ თამაშით ვცდილობთ, რომ ყოველდღიურობაში შევიყვანოთ. მაგალითად, თამაშობთ ექიმობანას, განსაკუთრებით თუ ვიცით, რომ ბავშვი ექიმთან არის ჯგუფიდან ვინმე წასასვლელი, ერთი კვირა, ორი კვირა შეიძლება ვითამაშოთ ექიმობანა. და ვთამაშობთ ამ ექიმობანას და მერე ნაკლებად ეშინია, იქ იცის უკვე რისი მოლოდინი აქვს. თამაშობთ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გავრცელებული თამაში და ბავშვებს ძალიან უყვართ არის მოგზაურობანა ჩვენთან. მოგზაურობანა შეიძლება ვიმოგზაუროთ ნებისმიერ ქვეყანაში. შეიძლება წავიდეთ ნებისმიერი ტრანსპორტით. და აი ასეთი თამაშებით არა მარტო ვამზადებთ რაღაცისთვის, არამედ ბაღს ჩვენთან ზოგადად ორი მიმართულება აქვს. ერთი არის რაღაცა პიროვნული მახასიათებლების აღზრდა, ეს იქნება მეგობრობა, დათმობა, სიყვარული, კეთილსინდისიერება და ასე შემდეგ. და მეორე არის უნარების განვითარება, იქ წვრილი მოტორიკა, მსხვილი მოტორიკა, წერა კითხვას ახლა ბაღში ნაკლებად სწავლობენ, თუმცა შემოესწავლებათ ხოლმე აი ამ ჩვენი თამაშების საშუალებით. და ყველა თამაში არის ჩადებული თუ ამ თამაშის აქტივობით რას ვაკეთებთ ბავშვთან და ეს პედაგოგს წინასწარ აუცილებლად გაწერილი აქვს. რომ შედის ბავშვთან თამაშით, აი მაგალითად
მოგზაურობანას თამაშით, ხო? და დღეს მოგზაურობენ იტალიაში. რა კონკრეტული უნარჩვევები უნდა აღზარდოს ბავშვში და რა კონკრეტული უნარჩვევები უნდა განავითაროს და რომელი პიროვნული მახასიათებლები უნდა აღზარდოს. თუ მაგალითად მაღაზიობანას თამაშობენ და იქ რიგში დადგომა ჭირდებათ ბავშვებს. ამით რას ვავითარებთ? მოთმინებას ვავითარებთ, დათმობას ვავითარებთ, მეგობრობას. აღზრდით ამ პიროვნულ მახასიათებლებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და უკვე მაღაზიაში რომ მივა, იქ თვლას ვასწავლით, ხო? იმიტომ რომ უნდა მიუმატოს ერთ-ერთი, რომ რამდენი გადაიხადოს. ანუ აი ესეთი თამაშები არის ძალიან უნიკალური კონკრეტულად ჩვენი ბაღისთვის. ანუ თამაში არის, რომელიც ცხოვრებისაო სხვადასხვა კონტექსტებს ასწავლის ბავშვს და უნარებს უნვითარებს თუ სწორედ გავიგე იმისათვის რომ უნარებს უნვითარებს და აღზრდის სხვადასხვა პიროვნულ მახასიათებლებს. აუცილებლად ორივე ეს ელემენტი ყველა თამაში და თამაშის ნაწილებში უნდა იყოს ჩადებული. და სად წაიყვანოს მე მშობელმა ავტომატურად მიჩნდება კითხვა გაატარა შენი ბაღი, სად წაიყვანოს მე მშობელმა სად გააგრძელებინოს სწავლა ამ ბაღში. ესე კითხვა უნდა მონახოს ქალბატონი თამარი. წილი ჩაკრებით ასე ვითხოვდი სად წაიყვანოს ეს ბავშვი. და კარგად თქვაშა. უნდა მონახოს მასწავლებელი, შენობა კი არა. ანუ გაისაუბროს, აი როგორ, აი გაიკითხოს, აი ჩემთან მოვა, თქვენთან მოვა, შვილი გაგზარდულია თუ აი ეს საკაი მასწავლებელია, ბავშვები ისე უყვარს. აი ყველაფერს აკეთებს მათთვის, ბავშვებსაც ძალიან უყვართ ეს კაი მასწავლებელი. აი დაბრუნდეს მასწავლებელი პირველ კლასში. უნდა დაელოდო და მიიყვანო მასთან. ანუ მოკვლევა ჩაატარო მასწავლებელს, ანუ მოძებნო ანგლზი. რადგანაც სხვა არ არის, პირადად უნდა ჩაატარო. ერთ მოკვლევა, ეგრე არც მიფიქრია. ხო. აი სკოლაზე ერთი რაღაც მინდა თუ შეიძლება კიდევ. უყურეთ რა იყო 63 წელს ინსტიტუტის დირექტორი მაშინ იყო იაკობ გოგლაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა ინსტიტუტი. აი რუსთაველის ძეგლის უკან. ფოფხაძე იყო დირექტორი მაშინ ძალიან ჭკვიანი კაცი. მან წამიყვანა ლაშქარაშვილთან მინისტრთან. და ჩვენ მას უამბეთ, რომ აი ასეთი ფსიქოლოგიური იდეები ჩნდება და იქნება სადმე 1-2 კლასი გამოგიყოთ, რომ იქ ცდები ვატაროთ. ეს ჭკვიანი ქალი იყო და გვითხროს, კლასს კი არ გამოგიყოთ, სკოლას აგიშენებთო. როგორ ჩვენ დაგიშენებთ? როდის დაიწყოთ? ჩვენ დღარ წელიწად ნახევარ შემოს დავიწყებთ. კი, წელიწად ნახევარ საირმის ქუჩაზე გექნებათ სკოლაო. ასე შეიქმნა პირველი რესპუბლიკური ექსპერტული სკოლა ჩვენთვის. სადაც ჩვენ ვიყავით ამ სკოლის მეცნიერი ხელმძღვანელები და ჩვენ ვარჩევდით მასწავლებლებს და სხვა. დღეს ეს სკოლა იცით რომ არსებობს, იქ ბევრი რამე დარჩა. რატო ამბობ ახლა მე ამას? როგორც არის თურმანიძის მალამო, იცით ხო? ახლა ავტოკურთხევლების მანავოც გამოჩნდა, როგორც არის ლაღიძის წყლები, ასე დარჩება საქართველოს ამონაშვილების სკოლა. მაგრამ სკოლა ვერ შევქმნით. თუ იმ საბჭოთა კავშირის დროს მოხდა იმისთანა სკოლის აშენება და ჩვენთვის მოცემა. მაშინ კი საკუთრება არ იყო. ეხლა რა გაუჭირდათ? სახელმწიფოს არ აქვს მაგას. აი მიმართავ შეძლებულ ადამიანებს, ღმერთმა კიდევ უფრო შეძლებულივე გახადონ, ბევრი მილიონერი იყოს, მილიარდერი იყოს. რა მოხდა რომ ერთ სკოლა აგვიშენო? მე საკუთრებად კი არ მინდა. იმიტომ რომ საზოგადოებაში უნდა იყოს ასეთი, ისეთი საზოგადოება უკვეთავს სკოლას თავის მოთხოვნებს, მაგრამ მეც ხომ შევიძლია შევთავაზო უფრო ამაღლებელი მოთხოვნები და რომელიღაც საზოგადოება მე გამიგებს. მე ისაც გაუგებს ამას და ესე სკოლა უნდა იყოს შუქურები, აი იქ. ეს შუქურები საქართველოში არ აგვაქვს შელა. კაი სკოლები არის აქა-იქა, მაგრამ შუქურები არ არის. არა, რა მოხდება მიმართავ შეძლებულ ადამიანებს, კაცო, გაერთიანდით, არ გინდათ სუკი სომხეთში ააშენეს მდიდარმა ადამიანებად თავიანთვის სკოლა. შენ იყავი ამ სკოლაში, ხო? რამდენჯერმე იყავი ამ სკოლაში? იყავი თუ? ხო, მე გაგებული მაქვს, მე ნამყოფია. აი უბრალოდ ვიცი რომ ადანამყოფი არის. ბატა შევქნათ ერთი ასეთი სკოლა, რომ შუქურა იყოს და თქვას ხალხმა, აი ესეთი სკოლები გვინდა და მაშინ მომწიფდება საზოგადოებრივი აზრიც. ხო, დღეს სამწუხაროდ ჩვენ ვერ აშენებთ სკოლას, არ შეგვიძლია ხუხულებში სკოლები შევქნათ. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე
დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. ხო და შუქურები არის სკოლები, მე ამას გულისწვეტით ვამბობ, არ დავასახელებ სკოლებს თავისთავად ეთიკურობიდან გამომდინარე, არის შუქურების სკოლები, სადაც ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან რა ბრენდი აცვია. და შესაბამისად, სანამ ჩვენ ამას არ შევცვლით, ჩვენ გვექნება საქმე, რომ ბავშვი თავის ფასეულობას და თვით შეფასებას მიაბავს ბრენდებს. და ჩვენ მივიღებთ კატასტროფულ შედეგებს ამის შედეგად. თუმცა პატას 7 სახეს რო უყურებ, ხვდები რომ ეგეც მისაღები. ხო იდეა. იცი რა არის? ჩემი გადმოსახედიდან თუ რამე არის, რა თქმა უნდა, უკვე მისაღები თუ არ არის, ესე იგი ჩვენ მივდივართ რეალობის წინააღმდეგ და ვიძაბებით და პირველ რიგში ჩვენ თავს ვაყენებთ ზიანს, ამიტომ რა თქმა უნდა, ჯობია მივიღოთ და თუ სადღაც სკოლაში ბავშვები მე მოვხვდები, სადაც ბავშვები ბრენდებით ეჯიბრებიან, მე შევეჯიბრები იმათ ბრენდებით და საინტერესო იქნება, დავახლოვდებით და მოხდება საინტერესო ურთიერთობა. ანუ რაც არის. მაგრამ სკოლის თემა რომ ბოლომდე მივიყვანოთ, თქვა ახლა ჩემი გადმოსახედიდან. არ არის სკოლა, იმიტომ რომ ვინ მოვიდა და ვინ გთხოვა სკოლის გაკეთება ახლა. ჩვენ არ ვართ ბიზნესმენები, ჩვენ არ ვართ ბანკირები, რომ ამოვიღოთ საიდანღაც სეიფიდან ან კრედიტებიდან და აგერ ჩავდგათ სკოლა, ისიც ვერ ჩავდგავთ ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე 100 წელი, მაგრამ თუ რაღაცა თხოვნა იქნება, რა თქმა უნდა, დავჯდებით და განვიხილავთ. სწორე გაიხსენა ახლა შალვამ, ხო? როდისღაც აგერ რომელიღაც მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მაშინ არ იყვნენ ბიზნესმენები, მაშინ გამოიყენებოდა სახელმწიფო თანხები და აი შეიქმნა ეს, რამაც სახელი გაუთქვა შემდეგ ჰუმანურ პედაგოგიკას და გახდა რაღაცნაირად ეტალონის შემქმნელი, ხო? მოდას ამ დროს პარალელურ რეალობაში ათობით ათასი გადამზადებული მასწავლებელი არის თქვენ წიაღში. მთელი იცით რა, საქართველოში არ არიან ისინი. საქართველოში ადრე ვამზადებდით, მაგრამ ის თაობა წავიდა. ასაკში შევიდა ხალხი და გავიდა პენსიაზე, ვინ სამწუხაროდ გარდაიცვალა, მაგრამ ახალ თაობას ჩვენ არ ვამზადებთ. აი ესე ყურუმუყრილი რომ ვიღაცა ჩამოვა ჩვენთან და გაიგებს რაღაცას, თორემ ჩვენ ბევრჯერ შევთავაზეთ სამინისტროსაც, რომ მოგვიწევს შესაძლებლობა რომ მოგემზადოთ მასწავლებლები აი ამ პედაგოგიკაში. აი როგორც უკრაინაში ხომ ვიყავით თქვენ. უკრაინაში განათლების სამინისტროს ჰქონდა განყოფილება ჰუმანური პედაგოგიკის. ცალკე განყოფილება, კი, ჩვენ გაგვიხსნა ეს განყოფილება და დაახლოებით 50 სკოლაზე საბავშვო ბაღი ამას ეძახდნენ ექსპერიმენტულ მოედნებს თუ როგორ არის რა. და ჩვენ ხელმძღვანელობთ, მე კი არა უშუალოდ. საერთაშორისო უკრაინის ცენტრი ჰუმანური პედაგოგიკისა. გამიგეთ? ეხლა ომი დაიწყო და ეს ყველაფერი დაიშალა იქ. გამიგეთ? ბევრგან ეს პედაგოგიკა მიღებულია. ყაზახეთში ვიცი კიდე ყაზახეთში სკოლები იხსნება, სემინარებს ვატარებთ, მასწავლებელთა გადამზადება გვაქვს. საქართველოში, რო თქვა, არ მიგუშეს მეთქი ფაქტურად ასე მოხდა. არ ამჩივი ვარ მე ამას, იმიტომ რომ საქმე ისლაც ბევრი გვაქვს. ხო? რა მიზეზი იმის? მე არ ვიცი. ალბათ პირადი მიზეზი მის არის, ალბათ თუ დასავლეთიც არის და სოროსი უკეთესია, ფულს იძლევა და სხვამგვარი და ახლა მონაშვილისგან რა უნდა აიღო. მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ აგერ პოდკასტში, ჩვენ პოდკასტს ბევრი ადამიანი მოისმენს და მე მზადავარ, რომ კაცმანის პოდკასტის ფორმატი თუ კაცმანი და მეგობრები ჩემი კომპანია იყოს პლატფორმა, სადაც თუ ბიზნესმენებს გაუჩნდებათ ინტერესი ამ ქვეყანაში იყოს სკოლა, რომელიც მართლა გაზდის ადამიანებს. მე არ ამბონია, რომ ვინმეს არ უყვარდეს თავის შვილი. მე დარწმუნებული რომ ყველას შვილი უყვარს და ყველას საუკეთესო უნდა. და არ არის დღეს რეალურად ამ ქვეყანაში ფლაგმანი სკოლა, რომელიც ზდის ადამიანებს და არ ზდის მახინჯ კონკურენციას, აი ბრენდებში, აბსოლუტურად არ არის ბრენდებში, არ ვერჩი ბრენდ, მეც მიყვარს ბრენდები. აბშუაში არ არის, მაგრამ მე რო უყურებ, რომ კრიტერიუმი არის და აი კიდე ერთი კრიტერიუმი, რომ ეს ვერაფრით ვერ, ხო, მინდა დავამთავრო, რომ მე მზადავარ, რომ ფასილიტატორი, შუამავალი, რაც გინდა ვიყო, რომ ეს საუბარი შედგეს. რა, თუ მომართავენ ადამიანები, ვისაც აქვს კაპიტალი,
სიამოვნებით მეც შავერთვები. უნდა აჩქარდე, მეც მინდა მონაწილეები. აუცილებლად. და 95 წელს ავა. შენ ისე გამოიყურები. მე არ შემიძლია ცოტა ოპრა ვინფრივით უნდა გკითხო რა არის ეს ჯადოქარი რეცეპტი შენი ეგეთი რომ მე მართლა ვიზახი ერთ-ერთი ერთაგანი ხარ ადამიანების რომელსაც მიფიქრია რომ ეგეთ სიბერე მინდა. რა არის შენი ამ რეცეპტი? მე ბებერი არა ვარ. მე ახლა 95-ზე სართულიდან ვარ 38 სართული. ეხა 38. აი აბა კი აბა. ამიტომ მაგერ მე და ნიცა თავისუფლად გავუგებთ ერთმანეთს. დასასწაული. მით უმეტეს. სულშიც კითხვა მაქვს ეს ისტორია რო არის კითხულობდი რომ რაღაცა არც ისე კარგი ნიშნები ქონდა რაღაცა მასწავლებელმა რო ჩაქჩურჩუო ეგ ნამდვილი ისტორია. ეგ ჩვენია. კი. ვარ იქიდან მე მეთოდები ამოვიღე. ვარდეში მიჩურჩულა აი ამ ყურში, მარჯვენა ყურში. არ სწავლობდი. ოროსანი ვიყავი. და მიჩურჩულა მარტო იმისი ხუთიანები მქონდა და დანარჩენი ორები ფიზიკაში, მათემატიკაში და სხვაში და რუსულში კიდევ და საკონტროლო წერილზე საქმე მიჩურჩულა რომ ბიჭო, ჩემი ხუთიანებიო წითლდებიან ორიანების გვერდით რა ვქნათ? და ისე აი ხმა პედაგოგიკა, ხმა მეთოდი, განასიტყვებია მეთოდი. აი ეს განცდა, რითაც მან ეს მითხრა, ესაა სკოლა. შეგეხო. გო საგონმე შევარდე როგორ ვუშულო ამ ხუთიანებს, როგორ გადავარჩინო ამ რამის ხა. მე რა დავიწყე ზეპირობა. ხო. ვიზეპირვიზერ სამიანები მივიღე. მე გავერკვიე და მე მედალიც ავიღე. ამიგე? მაგრამ იმას რომ ეს არის ჩურჩულა ჩემთვის. მე დღეს შეიძლება თქვენთან არ ვждარიყავი. ხედავთ აი რაღაცა მომენტი ხდება სკოლაში, მაგრამ როგორი მასწავლებლებისგან რა არის ესა? ხო? ამიტომ სკოლა მასწავლებელია. იმისი ჩურჩული იყო ჩემი მთელი ცხოვრების სკოლა. და შეიცვალა ყველაფერი. ფიზიკამ კი არ შეცვალა. ფიზიკის მასწავლებელი, ან ქიმიის, ან რაღაცა. იმათ ვერაფერი შეცვალეს. მე შევცვალე ჩემი თავი მათთვის. იმიტომ რომ ეს ჩურჩული ჰქონდა ყურში. აი ესეთი მასწავლებლების აზრდა ხომ შეიძლება? ბევრია τέτοιი ადამიანი. მაგრამ ასწავლეს ბავშვებთან უხეშობა. უნდა მაგრად გეჭიროს, უნდა თავზე არ დაისვა ბავშვი და ავტორიტეტი. ო, ამას ვიზახეთ ავტორიტარიზმ მიდგომას და ეს ავტორიტარული მიდგომა გავრცელებულია. ჩვენგან წავიდა და ახლა ენციკლოპედიაში შეწერს ესწნება ავტორიტარული პედაგოგიკა, ხო? ეს პედაგოგიკა ოჯახშია, შეიძლება შენც გაქვს ეს პედაგოგიკა სახლში. ო, კარგად რომ გამოიჯოთ, აღმოჩნდება რომ თურმე ბავშვს ყველაფერს ნებას კი არ მისცემ, ხან წამოუყურებ, ხან წამოუთაგებ. ხან რაღაცა. აი ეს პედაგოგიკა მომავლისა და უთუოდ ხალხი ამას მიიღებს. მაგრამ ცოტა გადმოვქაჩოთ ეს მომავალი დღესთვისა. დავაჩვენოთ. რატომ 80-იან და 90-იან წლებს დაველოდოთ? ზოგიერთ რაღაცა ეხლა გადმოვქაჩოთ რა. ნამდვილი ცხოვრება ისაა, როცა მომავალს დღეს ეშქარჩები და ეხლა ცხოვრობ მომავალს. ეგაა ცხოვრება. თუ ისე ჩანჩალია ცხოვრებისა. კაცმანის სხვა პოდკასტის წარმდგენი არის დეველოპერული კომპანია Homer-ი. Homer-ი გპირდებათ სახლს, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია. რას ნიშნავს ეს დაპირება? ეს დაპირება ნიშნავს ისეთი სახლის შექმნას, სადაც ყველაფერი საათივით გამართულად მუშაობს. ხარისხიანი კონსტრუქციითა და ცხოვრებისთვის მიმზიდველი ყოველდღიურობით. მე პირადად ვიცნობ კომპანიის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულება ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც სიტყვები უბრალოდ დაპირებები არაა და დადებული პირობა ყოველთვის სრულდება. ამიტომ თუ ეძებ ბინას შენთვის, შენი ოჯახისთვის ან საინვესტიციოდ, მაშინ Homer Alpha შენებარი პროექტი დიღომში შეიძლება აღმოჩნდეს შენთვის ძალიან საინტერესო. ამიტომ გადადიდ ნულზე და ნახე რას გთავაზობს Homer-ი. Homer-ი არის ჩვენი მეგობარი, არის პარტნიორი და პოდკასტის წარმდგენი.
თქვენთან ბოშეთში ჩამოდის ძალიან ბევრი ოჯახი ბავშვებით. და მე საერთოდ მოვამბობ, რომ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეხა მაგალითად მე სკოლიდან მომდის, მეილი მომდის სკოლიდან, მაგალითი უნდა ვახსენო, არ შემიძლია ვერ ვითქმი, რომ არ ვახსენო. ჩემ შვილს მიმართავ. შენ გააცდინე სპორტი. 3 ძახილის ნიშანი. მოიწერე რატო? და მე ვარ ამ კომუნიკაციის მონაწილე. მშობელი სისიზე ვარ სავარაუდოდ მეილში, ან კოპიაზე ვზივარ. ან რატო? ჩემი როლი რა? ანუ მე თითქოს განცდა მიჩნდება, რომ ბავშვის აღზრდაში ჩვენ ვართ როგორც კომპანიონები, როგორც თანადამფუძნებლები. არ ვიცი, მე ჩემ ენაზე მაპატიეთ, მე ბიზნესური ენა, მაგრამ ამ სამყაროში მოგვაწევ და ამიტომ მაგ ტერმინს ვიყენებ. აი სტეიკჰოლდერები არის ეგეთი გამოთქვა, ხო? აი მხარეები, პარტნიორები, თანამოაზრეები, რომ ბავშვის როგორ შეიძლება სკოლა, მშობელი და ბავშვი ეს თითქოს რაღაცა ტრიუმვირატივით მიჩვენება. აი ხან ამ მაგალითიც მოვყევი, ძალიან პრესტიჟული სკოლა. იქ მოხვედრაზე უზარმაზარი კონკურსია. საკმაოდ ბევრი ფული ღირს. აი რეალობაა. რასთან მიმიწევ და მომდის აი ესეთი ტიპის კომუნიკაცია, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია ჩემი როლი რა არის იქ. და მე მეძახიან მარტო არ ვიცი, კვარტალში ერთხელ უკავშირის მისაღებად იმისგან, მასწავლებლებისგან. მეტი სხვა კომუნიკაცია ჩემს და სკოლას შორის არ არის. მე მომდის მეილი აი ესეთი მოკლედ მე ისეთი განცდა მაქვს, რომ თუ სკოლამ, მშობელმა და ბავშვმა ერთ ენაზე არის ლაპარაკი, აი თითქოს არ შედგა ეს პარტნიორობა, ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება შედგეს აღმოცენდეს რამენაირი პროცესი. ან მაგალითად თუნდაც სკოლამ თუ ძალიან ჰუმანურ, ემპათიურ ენაზე ასწავლა ბავშვს ლაპარაკი და საღამოს სწავლა დომინანტ მოძალადე მშობელთან. და რა? ანუ რას იზავს? ბავშვის პოზიციიდან ვიზახი, რომ ის თუ აღმოჩნდება საღამოს ისევ ძალადობრივ გარემოში, სადაც დომინაცია არის, გაუთვალისწინებლობა არის, დღისით რამდენიც მე ბაღში თუ სკოლაში არ უნდა ვესწავლო, თუნდაც მოწყვლადობა და სახში უსაფრთხო გარემო არა აქვს ამ ბავშვს. ის ხო სხვა გზა არ ექნება, მოგვარ და ისევ ჩაიკეტება, მას ხوار შეუძლია აი რაღაცნაირად. როგორ შეიძლება გაერთიანდეს? არ ვიცი, მე არ ვიყავ პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მოსწავლე და ამიტომ პროგრამას ასე კარგად არ ვიცნობ. თუმცა ბასტიბუბუს მომხმარებელი აქტიური ვიყავი. ეგეც მინდა შევეხო, არ ვიცოდი, რომ თქვენი ქმნილება არის და პირადად მადლობას გეტყვით ჩემთვის და ჩემი შვილების, რაც მე ეს ვიდეოები მაქვს ნანახი, არ ვიცი, არ მგონია 1000 ჯერ მაქვს ეს ვიდეოები ნანახი და მე არ მგონია, რომ ერთადერთი მშობელი ვარ, ვინც ესე აქტიურად ბავშვთან ერთად უყურებდი ბასტიბუბუს ვიდეოებს, ხო? აი ეს პარტნიორობა როგორ შეიძლება მართლა შედგეს? აი თუ არსებობს ეგეთი მოდელი, აი მშობელი, სკოლა, ბავშვი, რანაირად შეიძლება ეს შეიკრას ეს წრე და იყოს ეფექტი? ხო, მაგას სამ კუთხეზე ეძახიან ხოლმე. მასწავლებელი, ბავშვი და სკოლა. როცა სკოლა ერთს აკეთებს და ოჯახი მეორეს, განსაკუთრებით ბავშვი იჭრდება. სულეთია სად უკეთესი აღზრდა სკოლაში, ოჯახში, თუ შეთანხმება არ არის, ამ ორ შორის სკოლასა და მშობელს შორის ბავშვი დაიჭაგრება ძალიან. მაგრამ რამ შეიძლება გააერთიანოს ეს სამი? იდეა. მე რომ სკოლა რო ვითხოვე სკოლა მეთქი გაგვიხსენეთ ეს სკოლა გაგვიხსენეთ. არა, სკოლა რომ შევდათ, იდეას მივცემ ყველას. მშობელს ვეტყვი, შენი ბავშვი რომ მოვა, მე ასეთი სასწავლო აღზრდითი პროცესი მექნება. მოგიწევ შენს და დაგხსოვ და გაყურებინებ. თუ ხო ბუშეთში მშობლებს ასასწავლით.
კი რა თქმა უნდა. სინამდვილეში თუ უბრალოდ შობლები სწავლობენ როგორც მე გავიგე ბუშეთში. ისინი მოწაფეები არიან. ხო, ისინი მოწაფეები. ღირს მაგაზე პაატა მთელი საუბარი. იდეა. მე მივცემ ამ იდეას სკოლის კონსტიტუციას მივცემ და ვეთქვი წადი 3 დღე იფიქრეთ ამაზე და ხელი მომიწერეთ მე. თუ თანახმა ხარ ამას. ხო, რომ მოხვალ ჩემთან კიდეც ისწავლით ჩემგან როგორ უნდა ეთანამშრომლოთ ბავშვს. და შეისწავლოს ეს ოჯახმა. თურმე აქ გვინდა რომ ბავშვი სულიერებით დაწინაურდეს, ხო? უყვარდეს მასწავლებელი და შევაყვარებთ თავს. ხო? სწავლება გაიხადოს დიდი ინტერესის საგნა და ამ ინტერესს მე გაუჩენ მას და სხვა ოჯახმა არ უყვიროს, არ დაჩაგროს ბავშვი, პირიქით იმეგობროს ამრად მიცემ მასაც თავის აზრდის იდეებს გაუნდარი ხმანდური და ჩვენ შევიკარით იდეით. ამ იდეაში ბავშვი ყავს და იდეა თანხმობის, აი პაატა შენერწინ დაწერა, თანხმობის პედაგოგიკას ფსიქოლოგიის ემყარება. ბავშვი თანახმაა ჩვენი იმისი რასაც ჩვენ მას თავაზობ და რასაც მასთან ვიმოქმედებთ, ხო? შეიკრა ეს. მე თქვენ არ დაგიბარებთ ძახილის ნიშნებით, რომ მოდი ერთი შენი შვილი რა შევა, კაცო, დაგვირგვია ყვირი ეს ჩხუბოს არ დაგიძახებ და ბავშვს არ დავაგბისლებ. ეგ ჩემი საქმეა. მაგრამ დაგიძახებ, იმიტომ რომ გითხრა კაცო გამაუცა შენმა შვილმა. ისეთი ჭკვიანი, აი დაჯგერტი უყურე რა შენ შვილს, როგორია გაკვეთილზე. ხო? და ჩვენ ამას ვაკეთებდით იმ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მოდიოდნენ მშობლები უყურებდნენ ბავშვებს, მასწავლებლებს, ხოლო ექსპერიმენტალური რო დაერქვა თავიდან. გასაგებია რომ ექსპერიმენტი, მაგრამ ჩანაფიქრის ხო ეგ არის, რომ ოდესღაც ექსპერიმენტი გადადის ცხოვრებაში და გახდა ექსპერიმენტი კი აღარ არის. ხო, არამედ რეალობა ხდება. ეს კიდეც გადავიდოდა ცხოვრებაში, ალბათ უფრო მასობრივად საქართველოში, რომ ამას ადამიანები აკეთებენ. და ჩვენ ახალმა მთავრობამ მაშინ არ მიგვიღო. მე კიდევ არ ვიცი ინგლისური, აი პაატამიცის ნინცამ კიდევ უკეთესად იცის, ხო? არჩევმა მეუღლემ სკოლაში არ უგასწავლეს ენა. რაც ვიცოდით, იმ ქვეყანაში წავედით. ეს ძალიან გავრცელებულია რუსეთში. ეს კიევი გითხარით, არა? ყაზახეთი გითხარით, მაგრამ უცხო ქვეყნებიც ბევრი. ფინეთი, ახალი ფინეთი და სხვაგვარი, იქ ჩვენი მოდელებია, საბჭოთა კავშირის მოდელებია წაღებული. რომელიც მაშინ ჩვენ და ეს საბჭოთა კავშირი იყო. ხო? რომელიც დამუშავდა საბჭოთა კავშირში. თელი ჩვენი საბჭოები სტატიაში წავიკითხებ, რომ ვიღაცა გაიქცა რომელი ქვეყნით ამაყობდა სირიგბაი, ჩემი შვილი გსწავლობსო. რა ქვია იმას? რომ საუნდტრეკ განათლება იყო. კორეა. არა. სინგაპური. გაიქცა ერთი პედაგოგი აკადემიიდან და წაიღო მთელი ეს ნოვატორული ჩვენი გამოგონებები. მათ შორის ჩემიც. ხო? და სტატიაში ეწერა ესა, რომ წაიღო, დაამუშავა, შექმნა, წაურიგინა სამინისტრო და სამართლე მიიღეს გადაირევნა კაცო. აქ გინდა მიუტანი, გინდა მიუტან, არც გადაირევდა, არც გადმოირევა. გამიგეთ, დასავლეთი არ არის უმაღლესი დონე განათლებისა, გარდა უმაღლესი განათლებისა. ხო, აი თითქოს იქ ძალიან დიდი ნახტომი არის სკოლიდან. ძალიან დიდი. უმაღლეს პროფესიული განათლება ჩვენ ჯერ ვერ შევედრებით. მაგრამ ის რაც ჩვენს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა, ეს ნატურაა მათი. მე რო იქ წავსულიყავი ჩემს მეუღლესთან ერთად, იქიდან დავბრუნდებოდი საქართველოში. ძალიან საინტერესო, მე ისეთი განცდა მიჩნდება, აი ეგეც მინდა გავაზიარო და გამოვიდე ბუშეთის მოდელზე შენთან. ახლა მასოს სადღაც ვიკითხე ძალიან საინტერესო кейსი, რომ კოკა-კოლაში მე მგონი არგენტინაში თორწდები. საერთოდ გაუქმეს მენეჯერული პოზიციების დასახელება. საშუალო რგოლის მენეჯერებს დაარქვეს კოუჩები, გააქრეს პოზიციები. და უმაღლესი დონის მენეჯერებს დაარქვეს მენტორები. და კოუჩები, ანუ ყველა დადიოდა კოუჩთან, კოუჩები დადიოდნენ მენტორებთან. ამან მოიტანა აღარ მასას 600%-იანი ზრდა, აი ამ უზარმაზრად ცვლილება. მე ისეთი განცდა მაქვს,
რომ ეს მასწავლებელი სიტყვა აი მე რო დღეს სახელმწიფოს დაევალებინა ჩემთვის და ბევრი გამაკეთება პატრული, ჯარი რა არ გამიკეთებია ამ ქვეყანაში რებრენდინგი, აი ესე გამოცოცხლება თავიდან. ისეთი განცდა მიჩნდება, რომ აი მასწავლებელი არის აი თითქოს აი მკვდარი ბრენდი. ეს ჩემი განცდა, სუბიექტური მე არ ვამბობ რომ ესია. კვლევა არ ჩამიტარები არა. თითქოს განწყობა მაქვს, რომ ამას სჭირდება რაღაც ახალი სიტყვა. და რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ თითქოს არ ვიცი, მასწავლებელები არის და ბევრჯერ გამიგია, ეს არის სადღაც 50,000 ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც არის ოჯახებთან ერთად 150,000 ადამიანი და 150,000 მომრჩევლის ხმა. და დამოკიდებული იმაზე კი არ არის ფიქრი, რომ რავი ეს ადამიანი ჩემს შვილს ზდის, აღზრდის თუ მომავალ თაობას ზდის. დამოკიდებულება არის ელექტორალური. ანუ ელექტორატის, აი როგორც არის მაგალითად ჯარის ხო არის, არის რამოდენიმე 10,000 შსს შეიძლება 100,000 არ მახსოვს ზუსტი ციფრები და შეიძლება ვწდებოდე. მაგრამ არის კლასტერები დიდი სოციალური კლასტერები და მასწავლებლებიც არის. პრესტიჟული სამუშაოა არა. არის საკმარისი პატივისცემა, ну შეიძლება რიდი არის, პატივისცემას ვერ დავაქმნ. რაც ხდება. საკმარისი ალმაზღაურება არის არა. აი თითქოს როგორი განცდა მიჩნდება, იცით, როგორც აი ჩვენთან რატო არ განვითარდა მაგალითად სახლის ექიმის ინსტიტუტი, იმიტომ რომ არც სპეციალისტად რო არ ივარგებოდი, მიდიოდი სახლის ექიმი. და აი ამ დაგვარი რომ მე მგონია რომ ჩვენ ფუნდამენტურად და დაუბრუნდები შენს გამოთქმას ალბათ ბიბლიურად ის 40 წელი ატარა ებრაელებს, ვილა არ ატარა 40 წელი. განგები ალბათ უფრო ადრე მიიყვან და თუ პატას მშვიდე სახეზე просто მე შემიყვარდა ვისი მშვიდე ესე იგი ესე პატა მშვიდებს და ადრუდგებს და თერაპიაზე მივა აუცილებლად ორა ეს კომპლიმენტი რა მინდა ვთქვა რომ ალბათ ეს 40 წელი არის ფუნდამენტური ცვლილებისთვის საჭირო და ალბათ ყველა არ არის ეს არის რამოდენიმე თაობა რომელიც უნდა შეიცვალოს და სადღაც მარცვალს რო ჩადებ აი ჩვენ ალბათ დღეს რო ჩავდოთ მარცვალ აი ხა ეს პოდკასტო მოსმენ ესეთი 50,000 ადამიანი გამოჩნდებიან ბიზნესმენები რომელიც იტყვიან რომ კი მე მინდა რომ ამ ქვეყანაში მართლაც იყოს უნური სკოლა გაკეთებული და ჩვენ რო ეს დავდგოთ ჩვენ რეალურად იმ წერტილიდან დაწყებული დაიწყებს რეალობა ცვლილებას და სადღაც ეს გაიფურჩქნება ანუ უბრალოდ სადღაც თუ არ დავთესეთ ის ხო არასოდეს არ ამოვა ხო და აი ეს დამოკიდებულება სკოლისადმი რომ ეს არის ელექტორატი რომელიც ჩვენ გვჭირდება ყოველ არ ვიცი წელიწადში ერთხელ ამ ქვეყანაში ხო სულ არჩევნებია რაღაცის არჩევნები შესაბამისად ჩვენ ეს ელექტორატი გვჭირდება აი ესეთი ფასადური როგორ თქვა რეფორმების კეთება და თუ არ მოხდება გადაფასება რომ განათლება არის ერთადერთი რაც ფუნდამენტალურად შეიძლება შეცვალოს ეს ქვეყანა. იმიტომ რომ თუ ჩვენ ახალი ცნობიერება არ დავთესეთ და ჩვენ სულ რომ ვლაპარაკობ და მართლა ამ ქვეყანას ჩემი აზრით აქვს მზაობა აი ამ ქვეყანაში დღესო ვთქვათ რომ შენ ვერ იცხოვრებ აი საქართველოში. მაგრამ შენი შვილი იცხოვრებს აი საქართველოში. ძალიან ბევრი გაყვება ამიდიას. უბრალოდ იმიტომ რომ მისი შვილი ცხოვრობს უკეთეს საქართველოში. და ჩვენ მაგრა ვიპახავთ, რომ ჩვენმა შვილებმა კარგ ქვეყანაში იცხოვრონ. და მე მჯერა, რომ ამ იდეას გაყვება ძალიან ბევრი ხალხი. აი ჩვენი ერის მენტალობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია როგორ თქვა, პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ ჩვენ შეიძლება ვერ მოვესწროთ ამას. მაგრამ ჩვენი შვილები მაინც მოესწრონ. მაგრამ ეს თუ განათლებით არ დაიწყო და თუ ჩვენ ცნობიერებაზე არ ვიმუშავეთ, ბოლო-ბოლო მივალთ იქამდე, რომ გვეყოლება ის საზოგადოება, რაც ყავს, ეს საზოგადოება საბოლოო ჯამში არის განათლების პროდუქტი, არ არის ეგრე, ანუ რაც თავის დროზე დაითესა ცნობიერების კუთხით, ის ამოიფუჭა. მე მეკითხა შენთან, ბუშეთზე.
ბუშეთში და შეიძლება კონცეფციაში, ანუ მოსწავლეები არიან მშობლები, ხო? ან სწავლობენ მშობლები. ხო. და მუშაობენ კიდევაც. ან ბავშვები მუშაობენ და გამოიმუშავებენ ფულს, რომელსაც აქვს თქვენ გაქვთ თქვენი ვალუტა. კი. კი. აი ეს კონცეფცია როგორ ძალიან საინტერესო კონცეფციაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ და ისეთი გასაოცარი იყო ისეთ ჩემთვის, იმიტომ რომ უამრავი უცხოელი და ძალიან არის 1-2 კი მკივა აქედან. აი ამდენი უცხოური და მე მგონია რომ ყველა ერთხელ ბავშვებთან ერთად აუცილებლად თქვენ შეიძლება არღებულობ მე მაინც ვიტყვი რომ აუცილებლად თუ ბავშვი ყავთ წაიყვანეთ ბუშეთში. ეს არის უნიკალური გამოცდილება რომ მე შეიძლება თქვენ ბავშვებთან ერთად გაიაროთ, იმიტომ რომ სულის პარადიგმას. იმიტომ რომ ბავშვთან ერთად იწყებ კოოპერირებას. რაღაცნაირად სხვანაირად უყურებ, ხო? რაღაცა შენ რო სწავლობ ბავშვი მუშაობს და გამოიმუშავებს და ქვია თქვენ ვალუტას? დარი. დარი. ჯერ ერთი სკოლასთან დაკავშირებით ერთი აზრი კიდე მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხედულებით სკოლა ვერ არის ბიზნეს პროექტი რა, ვერ გამოდის სკოლისგან. For profit ან მოგების სახი ამას გულისხმობ. ხო, მაგას გულისხმობ რა. მეცენატური პროექტია? ხო, აი სომხეთი რო გავიხსენეთ, რატომ გახდა ეს მაგალითი ჩემთვის კარგი, იმიტომ რომ ვინც იქ მიიღო ფინანსური მონაწილეობა შეძლებული ხალხიდან, არც ერთი არ ელოდებოდა, არც ეხლა ელოდებიან, არც მომავალში აპირებენ დაელოდონ ფინანსურ უკუგებას. პირიქით კიდევ დებენ და ამას აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თვლიან, რაც შენ თქვი, რომ ეს არის მათი შენატანი თავისი სამშობლოს მომავალში. ხო, მათი წვლილი თავის სამშობლოს მომავალში და ამიტომ გაამართლა. ბრენდებს ადარებენ, სადაც ბიზნეს პროექტია სკოლა. მოსწავლეები, იმიტომ რომ იქ ბიზნეს პროექტია და მასწავლებლებიც და ხელმძღვანელებიც და მფლობელებიც ამისკენ არიან მომართულები. მეორე, რაც შეეხება მასწავლებლების გადამზადებას, ახლა მე თვითონ მართლა ასობით და ათასობით მასწავლებელთან მიწევს შეხება, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ მაქვს განცდა, რომ ვატარებ ტრენინგს. დიდ სხვაობას ვხედავ ტრენინგს და ხო, ტრენინგს და საუბრებს შორის დიდ სხვაობას ვხედავ. ტრენინგი არის ცოდნის და უნარჩვევების გაზიარებისთვის, გადაცემისთვის ან ახსნისთვის, როგორ უნდა მიიღონ ცოდნა და უნარჩვევები. მანდ ტრენინგია ნამდვილად. თვითონ ჰუმანური პედაგოგიკის იდეა არ არის ტექნოლოგია, ამიტომ სატრენინგოც მანდ არაფერი არ არის. ერთადერთი, თუმცა შეიძლება საათობით და თვეობით ვილაპარაკოთ, მაგრამ ამ ლაპარაკს ერთადერთი მიზანი აქვს ჩემი გადმოსახედიდან. ეს არის შთავაგონოთ ადამიანი, ვინც ამას ისმენს, რომ შემდეგ უფრო ჩაუღრმავდეს თავის თავს, თავის შიგნიდან აღმოაჩინოს რაღაც ჭეშმარიტებები და ამის მერე იმუშაოს თავის ცნობიერებაზე, რომ მიიღოს შედეგად ის, რაც იდეალში არის, ან მიუახლოვდეს იმას. ამიტომ თუ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ შთაგონდეს შეიძლება ვიღაცა. 100-დან შთაგონებული გამოვა 10. 10-დან 3-ს გაყვება ეს შთაგონება 3 თვის მერე. აი ეს 3 რჩება ის ვარსკვლავი, რომლებიც თავის სკოლებში, თავის დაწესებულებებში დანარჩენ 100 რჩება ნოსტალგიის განცდა, კიდე ერთხელ მინდა ამ ყველაფერს ვუსმინო. და რომ შეხედავ ერთი და იგივე თემის სემინარზე 10 ჯერ მოდის ერთი და იგივე ჯერ ბოლომდე ვერ შთაგონებული ადამიანი, იმიტომ რომ გრძნობს, რომ აქ რატომღაც კაია, აი რაც შენ თქვი, უი რა კაია ამ კაცის გვერდზე ჯდომა, აი რაღაც ეგეთ რაღაცას გრძნობს. ხშირად მომისმენია აბა კიდე ილაპარაკე რა. პროსტა ვიჯდეთ და მოусმინოთ რა, კიდე ვილაპარაკებ კიდე. კი არ მეზარება, მაგრამ ჩემი ლაპარაკის აზრი მიდის იქამდე, რომ ან შთაგონება მარცვალი კი არა, ნაპერწკალი გაიღვევს და მე შეიძლება ეს ნაპერწკალი გადავიდეს რაღაცა მისწრაფებაში, ახლა მინდა მეც ამ შთაგონებას გავყვე რა. მაგრამ არ ველოდები, რომ ეს მოხდება მასიურად და ფაქტია, რომ არ ხდება მასიურად და არც მომავალში მოხდება. ვერ ვასწავლი. შემილია შთაგონების ნაპერწკალი.
ბასტიბუბურო ახსენე ამ მადლობას თამრიკოს წაუღებ. კარგი იქნება რომ აქ იყოს ის არის ბასტიბუბუს მთავარი შთამაგონებელი და ამ იდეის დედა ხო განმახორციელებელი თავის ბრწყინვალე ჯგუფთან ერთად, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, თუმცა ახლა ძალადობით ჩამოვაცილეთ ის ჩამოცილდა ალბათ. ძალადობით რატო? გადაიგერეთ, ხო? ჩართეთ პროცესში. შთააგონეს. აი შთაგონებამ გაჭრა. და გადავასახლეთ კიდეს. ხო, გადმოვასახლეთ და ახლა მზიანეთ ვანვითარებთ ერთად, რასაც ეხებოდა. ხო, იმ სამყაროს ქვია მზიანეთი და რა თქმა უნდა ეს არ არის ბანაკი, ძალიან შორს არის ბანაკისგან, ეს არის განმავითარებელი ცენტრი, რა ვიცი, განმავითარებელი ცენტრი რა. კი, მართლაც ბევრი ჩამოდის უცხოეთიდან და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვგრძნობთ ძლიერ მოთხოვნას, ისე რომ რაც ადგილები გვაქვს, შარშანწინას და წელსაც უკვე ადგილები ივსება რომ გამოვაცხადებთ უკვე საათების განმავლობაში არის. ხო, შევსებულია და მე გვიხდება რომ რაღაც მოვძებნოთ, იმიტომ რომ ახლობლებმა ვერ მოასწრეს. მარტო ზაფხულობით არის? ეს არის ზაფხულობით, ეს არის უცხოურენოვანი. შენ თქვი რომ მეგობრებში ჩაგწერო ჩემზე. რო ჩამწერო მეგობრებში, ამიტომ უნდა მოხვიდე ბუშეთში შესაბამის დროს ჯობია რა თქმა უნდა ზაფხულში და იქ უფრო ჩაუღრმავდი ამ სიტუაციას და მე დავთანხმდები მე მეგობრებში ჩაწერას, როცა ეს მოხდება. ესე რომ დაპატიჟება მიღებული გაქვს და აწი დანარჩენი შენიცოდე. რა იზიდავს იქ ხალხს? არ იზიდავს ცოდნა. ვერ ვაძლევთ ცოდნას რა. კი, თავიდან პირველ გაგებულზე, ყურმოკრულზე მოდიან რომ ვისწავლო ბავშვთან ურთიერთობა და мотивация ბავშვთან ურთიერთობის სწავლის არის ის რომ 10 ჯერ რო ვუთხარი რომ ვერ გაიგო, ახლა იქნება ამათმა მასწავლონ როგორ გაიგოს მეხუთე თქმაზე მაინც. და უკანა კიდევ ტვინში სადღაც ცნობიერებაში იმედი აქვს რომ იქნებ მესამეს თქმაზეც გავაგებინო. აი იქ აღმოჩენილი ადამიანი მშობლები რომლებიც კი ხვდებიან სკოლაში, ხვდებიან სიტუაციაში სადაც ჩვეულებრივი ის გარემო, რასაც მიჩვეული ვართ, არის შემოტრიალებული. ბავშვები დადიან არა სკოლაში, არამედ სამსახურში, მშობლები, დიდები დადიან არა სამსახურში, არამედ სკოლაში, ამას ქვია სკოლა. სკოლა ქვია, სადაც კი, და მე დავიჟინებ, რომ ეს მომავალშიც იყოს სკოლა, თუმცა ამბობენ, რომ მოდი იქნება უმაღლესი სასწავლებელი მაინც დავარქვათ, ან აკადემია, არა, ეს არის სკოლა, იმიტომ რომ შეტრიალებული გარემო უნდა იყოს. შეტრიალებულ გარემოში არა მხოლოდ ვთამაშობთ სკოლობანა სამსახურობანას, არამედ ეს არის იმ ქვეყნის, იმ გარემოს მზიანეთი, რასაც ქვია, იმისი რეალობა. რეალობა კონსტიტუციურად დადასტურებული, იმიტომ რომ მზიანეთს თავისი კონსტიტუცია აქვს და იქ წერია, აქ ბავშვი არ არის ბავშვი, ის არის აქ მოქალაქე, მშობლები კიდევ აქ არიან სწავლისთვის. ასევე კონსტიტუციურად ვალუტა არის დამტკიცებული. ასევე არის საზღვარი მოქალაქემ იცის, რომ თუ გადის სოფლის მაღაზიაში, ის საზღვარგარეთ მიდის სავაჭროდ და ეს სულ სხვა იდეაა, ვიდრე წავედი ვიყიდო ნაყინი სოფლის მაღაზიაში. და ეს არ არის თამაში, ეს არის რეალობა, ისეთივე რეალობა, როგორც რა ქვეყანაშიც ჩახვალ ხო იცი, იქაური ქუდი უნდა დაიხურო და ეს არ არის თამაში, ქუდს იმიტომ კი არ იხურავ, რომ თამაშობენ იქ ქუდებით, არამედ იმ წესებში შედიხარ და ეთანხმები, იგივე ხდება აქაც. ამ არათამაშურ სიტუაციაში მშობლები აღმოაჩენენ, რომ იყურებიან სარკეში და ხედავენ თავის თავს თავისივე შვილებში. და ამისთვის ჩვენ არ ვიძაბებით. ფსიქოლოგიური კონსულტაცია საერთოდ არის დაძაბვა ფსიქოლოგისთვის ბევრ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში არავინ არ ვიძაბება ჩვენთაგანი, უბრალოდ გამოგვივიდა რომ შევქმნით გარემო, როცა მშობლები თვითონ ხედავენ თავისივე ცნობიერების ან ასახვას. აი აქ ბევრი ტირის, ბევრი ძლიერ ემოციებში შედის. ზოგიერთს რა თქმა უნდა უხარია. მაგრამ რაც გინდა მოხდეს, იტირებენ თუ გაეხარდებათ თუ ემოციები ექნებათ რანაირიც, ისინი შთაგონებულები გამოდიან ამ სიტუაციიდან და ამ შთაგონების შემდეგ ხედავენ რა ჯობია. გუშინ მიყვებოდა ერთ-ერთი ჩვენთან ნამყოფი ქალი, რომ თქვენთან ყოფნის მერე ჩემი 11 წლის გოგოსთან ერთად დავიწყე ანიმეების ყურებაო.
აქამდე ვიძახდი, ეს რა საშინელებაა, ხელებს ჭრიან, თავებიდან სისხლები იღურება, მაგრამ პირველი სერია რო ვნახეთ ჩემ შვილთან ერთად, ისე ჩამithრიაო, ბოლომდე ვუყურეთ. დავიწყეთ ბავშვთან ერთად ამ ყველაფრის განხილვა და ვგრძნობ, როგორ დავახლოვდით. ამას როგორ ვასწავლით, ვერ ასწავლით. ანუ გარემოს უქმნია პრაქტიკულად დიახ, შეიძლება ჩვენ ითქვას, ქმნით რაშიც გარემო. განიცდის ამას. შალვა ამის წინ მეუბნებოდა ფანჯრიდან ვიყურებოდით და ეს თოვლიო ამდენი ზევიდან რო ჩამოდისო, როგორ ავიდა ეს თოვლი ზემოთ და რა მაიტანაო? ძალიან საინტერესო შეკითხვა იყო. ორი ვარიანტია თოვლის იქატანის. ერთი არის ძალდატანებით, მაშინ დაგჭირდება კრაილერები, ამწეკრანები, ვერტფრენები, დიდი ძალის ხმევა უნდა წარმოიდგინე ამის ატანას და მეორეა სამყაროს სიბრძნეს გაყვე და შექმნა ისეთი გარემო, სადაც წყალი თვითონავა იქ და მერე თვითონვე ჩამოვა უკან. მაშინ ძალის ხმევა სამყაროს აღარ ჭირდება. აღარ ჭირდება. ერთადერთი გჭირდება იდეა და წყლის იდეა არის გენიალური იდეა სადღაცა იდეების სამყაროში, ის წყლის იდეა განახორციელო მატერიაში. აი ამას ვცდილობთ მზიანეთში. ხო, რო დამპატიჟეთ მადლიერ შვილებთან ერთად. მით უმეტეს, ნუ აბა ხა ამ სრულ გამოცდილებას კიდე რა გინდა შეგეძლოს? კითხვა მაქვს. აი ეს პარიტეტი გააქვთ რაღაცნაირი, რომ აი უცხოეთიდან ან ხელა მოთხოვნა არის რაღაცები, ანუ საქართველოს შეუძლია ოჯახს ესე ჩამოვიდეს მათ ბანაკში, ანუ არიან მის შესაძლებლობა. უცხოენო ვარ ჯგუფში, ყველას შეუძლია რა თქმა უნდა, ნინცა და ამონაშვილების აკადემია აკეთებენ ქართულენოვან პროგრამებს, ის არ გრძელდება მთელი ზაფხული კი, ქართული ოჯახებისთვის, თუ არ ვცდები სექტემბერში აქვს ასეთი. არა, მაისის ბოლო შაბათი. მაისის ბოლო შაბათი. 4 დღე გვექნება შემდეგი. ეს არის ზუსტად იგივე ფორმატი. ოღონდ ქართულია. შედარებით ნაკლები დღეები არის და ველით ქართულ ოჯახებს თუ იმეს. სანკაი, ლინკს თუ მომცემ გავлинკავ ქვემოთ. შენ არ გინდა გალინკვა ქვემოთ, შენ გინდა პირობის შესრულება, რომ კაცმანის სამეგობროში მოწვევა ჩამოიტანო იქ და ეს შეგიძლია გააკეთო აი ამ ქართულ ჯგუფს. ძალიან კარგი. ძალიან აი მიხარია და ერთი კითხვა მაქვს შენთან. ეხა პირველი კომენტარი რაც გამიჩნდა, იცი შენ რო სკოლაზე აკეთებდი კომენტარს. იცი რა, არსებობს ორი ტიპის და მე მაინც მეტნაკლებად ადამიანებს რომელსაც აქვს კაპიტალი ნაშოვნი, ცოტა ვიცნობ. შეიძლება ბევრად არ ვიცნობ, მაგრამ ცოტა ცნობა მაქვს. და არსებობს ორი რამ. შეიძლება ეს არ გააკეთონ მოგებისთვის და მიუხვდეთ პოზიცია და მე მგონი პრინციპული პოზიცია იქნება თქვენი, იმიტომ რომ მეთოდი თქვენია და თუ მოვლენე ადამიანები და მოინდომებენ რომ ამაში კაპიტალი ჩადონ, შეიძლება ეს გახდეს ვერ შეთანხმების საფუძველი, მაგრამ არსებობს კიდე მეორე მომენტი. არ მინდა მოგებისთვის, მაგრამ მინდა მდგრადი იყოს. ანუ მდგრადი ნიშნავს, რომ მე ყოველ წელს ეს ხალხი არ მოვა და დამატებით კიდე ფულს არ მომთხოვს, ხელფასები არ მაქვს დასარიგებელი. შესაბამისად შეიძლება მომგებიანობა არ იყოს მიზანი, მაგრამ ალბათ მდგრადობა კარგი სასაუბრო თემა იქნება, რაც ნიშნავს, რომ მდგრადი სკოლა შევქნა, რომელიც მე შეიძლება ხო გავწიო მოდი ესე თქვა შენატანი გავაკეთო თუ კონტრიბუცია გავაკეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩემი ცხოვრების ბოლომდე ვალდებულებას რომ ყოველ წელს კონტრიბუციები ვაკეთო. იმიტომ რომ მგონია რომ მაგ მოდელში ძალიან რთული მისაღწევი იქნება მოლაპარაკება, მაგრამ იცი რა, ამხელა არის პროექტი სკოლის, ამდენი ჭირდება კაპიტალი, ამდენი ჭირდება მომზადებას, თუნდაც ადამიანების აკვანას, რეკრუტირებას და პილოტებას და ასე შემდეგ, ანუ პროექტად რო შეიკრას, მაგრამ ამავე დროს პროექტი იყოს მდგრადი, აი თითქოს ეგ იყო ჩემი კომენტარი, ანუ მომგებიანობა და მდგრადობა ჩემთვის არ არის ერთი და იგივე. და მესმისაც არის, თუმცა ისა, მაგრამ მინდა კომერციულ სკოლაზე კითხობ არის, რა, აი არის ეგეთი საკმაოდ წარმატებული, რიგი დგას ადამიანების green school-ი.
რომელიც არ არის ქართული პროექტი, მე ქართულ მწვანე სკოლას არ გულისხმობ, საერთაშორისო სკოლა არის, რომელსაც აქვს თავისი უნიკალური კურიკულუმი, აბსოლუტურად უნიკალური. და ბავშვები გარემოსთან ინტეგრირებულ, მე ხან ძალიან დეტალურად არ ვიცნობ, მე უბრალოდ კარგად მაქვს წაკითხული და ეს ადამიანი, რომელიც ბიზნესის სამყაროდან ძალიან წარმატებული ადამიანი იყო ბიზნეს სამყაროში, გადაწყვიტა, რომ ესეთი კონტრიბუცია გაეკეთებინა სკოლაში. და რავი, საკმაოდ დიდი რიგი აქვს მაგ სკოლაზე. მოკლედ ძალიან დიდი მოთხოვნა არის. გაცილებით ნაკლები აქვს მიწოდება, რამდენიც მოთხოვნა. თუმცა არის მოგებია. და შეიძლება იმ ადამიანმა, არ ვიცი, მას კაპიტალი აქვს ნაშოვნი. მოკლედ ამ სკოლით არ ცდილობს ბევრი ფული იშოვოს. მე არ მგონია რომ ეგ მიზანი იყოს, მაგრამ ამბობს რომ თუ არ შოულობს ფულს, კაპიტალისტური აზროვნებაა, თუნდაც ძალიან ცოტას ამიშობა გრამდეს, ესე იგი აკლია მდგრადობა. ეგეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი პარამეტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს მიზანი გამდიდრების ამ პროექტით. მაგრამ მიზანი აქვს, რომ ეს თითქოს მომგებიანობა, მდგრადობის ნიშანი, აი ტოლობა რა დაუწეროთ მან და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ კაპიტალი ამოიღოს სკოლიდან და სახში წაიღოს. კითხვა მაქვს შენთან, ეგეთი. მე შენ ძალიან ბევრი სულიერი, რავი, ხანდახან შენ რომ გისმენ, ხანდახან მგონია, რომ უბრალოდ სკოლაზე ლაპარაკობს, მაგრამ სულიერი პირი მელაპარაკება, ასეთი განცდა. მაგრამ უბრალოდ სხვა კონტექსტში მელაპარაკება სულიერი ადამიანი პირი, როგორც გინდა ისე დაარქვი, უბრალოდ იმდენად ბევრი სიყვარულია თქვენ კომუნიკაციაში, ყველაში, ეგ არ არის მარტო საფირმო ნიშანი ერთი, მაგრამ მაინც ეგეთი კითხვა მაქვს. აი აზრი მაინტერესებს, ძალიან საინტერესო, რომ მოდის ბავშვი სიყვარულის გაცემის მიღების დავიწყე წინაზე ლაპარაკი და ავიჭერე თუ სხვა კითხვაში გადავიდე. ხდება ის სამყარო რაც ხდება, ხდება ის მშობელი რაც ხდება, რომელიც აუცილებლად სადღაც დაატრამირებს ასე ისე სადღაც უყურადღებობით, სადღაც ესე ვერ მიცემს იმ სიყვარულს ისე როგორც ამ ბავშვს ჭირდება. და ყველანი მე რაღაცნაირად ვიზდებით ისე როგორც ვიზდებით და მე ძალიან მომწონს ეს ტრავმა ინფორმირებული საზოგადოების ტერმინი. აი ძალიან მომწონს. ტრავმა ინფორმირებული. უბრალოდ ინფორმირებული ხარ, რომ არსებობს ტრავმები, ადამიანები უკლავდებიან ამ ტრავმებს, თავდაცვები ამ ტრავმების წინააღმდეგ და მოკლედ ესეთები ვართ რა ადამიანები. მაგრამ ამ შობელს ხო ძალიან უყვარს თავის შვილი თუ პათოლოგია არ არის. ანუ შეიძლება ხა პათოლოგიას არსებობს, მაგრამ ის არის ალბათ 0.0 რაღაც 1%. ყველა მშობელს ასე უყვარს თავის შვილი. ასე უნდა რომ ყველაფერი მიცეს. მაგრამ ალბათ აძლევს ის რაც აქვს. რა შეგიძლია მიცე ის რაც არ აქვს. ანუ უნარების დონეზე ვიძახით რომ ეს გულის სიღრმეში ყველა მშობელს ხო უყვარს თავის შვილი. ხო უნდა მისთვის საუკეთესო. მაგრამ რეალურად საუკეთესო მივდივართ იქამდე რომ მიყავს იმ ბაღში რაც არის, მაგრამ თვითონაც ხო მასწავლებელი, მან მივდიოდი რა. ანუ იმ მშობელსაც თავისი კლასიკური გაგებით ხო მასწავლებლის როლშია შენახსენები, რომ მამა ნახე, დედა ნახე და ბავშვი დამო. და საბოლოო ჯამში ჩვენ ალბათ გადავცემთ იმას, რაც გვაქვს. ხო, ანუ როგორი კარგი განზრახვაც და როგორი ნათელი განზრახვაც არ უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ბავშვს მივცეთ ის საუკეთესო რაც არის, მაგრამ ის საუკეთესო ისო მატარებელი მე ვარ. და მე ვაძლევ ჩვენ ბავშვს იმას რაც მაქვს. და ან მაშინ ცოტა ადრე უნდა მეზრუნა, რომ ცოტა მეტი დამეგროვებინა. და მე გამეჩინა ეს ბავშვი. ძალიან მიხარია, რომ სულ უფრო და უფრო ჩდება ჩვენს გარშემო მაგალითები ცნობიერი ბავშვის გაჩენის. ხო, აი არა 20 წლის ასაკში გავიპარე და ჩვენ თაობაში უფრო მოდაში იყო, ეხა აღარ არის ეგრე მოდაში და მოკლედ აღარ არის პრობლემა ამ ქვეყანაში, მაგრამ რა ქნას შობელმა, ანუ ხო საბოლოო ჯამში ის აქვს, რაც აქვს და აძლევს იმასაც აძლევს, მაგრამ აი გზაში თვითონ სად შეიძლება ისწავლოს ადამიანმა სიყვარული? რა აი თავის შვილს მიცეს მეტი სიყვარული, ხო უნდა რომ მიცეს. როცა ბავშვი მოდის და თუ გინდა რომ ბავშვი მიიღო, აი ცას უნდა შეხედო და სამი პირობა უნდა დაუთქვა. ერთი, უდაც მომეცით სუფთა სული და იმდენი დრო მექნება მისი აღზრდისთვის, რამდენიც საჭიროა.
ბიზნესმენი ხარ თუ რაღაცა ხარ, თუ ბავშვი მოიწვიე, მისი მამა უნდა გახდე ან დედა უნდა გახდე და მამობა და დედობა დროში ხდება. დროში. ბავშვთან გატარებულ დროში. იმდენი დრო მექნება, რამდენსაც ბავშვი მე მომთხოვს. მეორე, ოღონდ მომეც ნათელი სული და იმდენი მოთმინება მექნება, რამდენიც საჭიროა. მოთმინება. თუ მოთმინებას თუ არ გაზარდე, სიბრძნე წაგივა. მაშინ გაზარდო ჩხუბში, ხო? ალია კოჩი და იქ სიბრძნე აღარ არის. იმდენი მოთმინება მექნება, რამდენიც საჭიროა ჩემი შეის და მესამე, იმდენი სიყვარული მექნება, რამდენიც საჭიროა ჩემი შეის აზრისთვის. თუ ეს სამი პირობა არ გინდა შეასრულო, არც ბავშვი გააჩინო. გაჩენას რა უნდა? გაჩენა არის ერთი სიამონების რაღაცა ღამე, ხო? და მე ჩაისახება და გაჩდება. რო გაჩნდა ბავშვი და მოვიდა, ის შენთან მოვიდა. და წეღა რომ მიკითხე ბავშვებსო იქო მშობლებს ირჩევენ, დიახაც ირჩევენ, კი. ცათა სასופლებიდან თუ იმ ქვეყნიდან დაყურებენ ჩვენ და ამბობენ აი შენ შვილი, შენ ბავშვო, ეხლა იქ დაიბადები, მაგრამ ამ ოჯახში რომ მიხვალ, აი ამ საქმეს გავალებთ და ეს ოჯახი უკეთესად შეგიწევს ხელს. რა საქმერენია? ბევრი ბავშვი ეხმარებიან რომ აი შენ ოჯახი ბევრ ბავშვს ეხმარებიან, ეს ასე ხდება. ვისაც სამს რომ ცოცხალიც არსებობს, ესაც არსებობს. არა? და მე მოვიწვი იქიდან ბავშვი. რა დავახვედრო? რაც მაქვს ის არა, რაც შემიძლია რომ მქონდეს, ის უნდა დავახვედრო. მე გაღიზიანებები მაქვს, ეს დავახვედრო? წენები მაქვს. განვლილი გზით. ეს ხასიათი დავახვედრო? არა. მე უნდა შევცვალო ეს ყველაფერი. მიგეთ, ეს არა სწორი. მატერიალურად კი აი ეს ამაგ და მეტი არ ამაგ, რა ვქნა კაცი, ერთი ოთახი მაგ და აქ ცხოვრობს ყველანი. ხო? ეს ხელფასი გოს და ასე გაჭირვის ვინაწილებთ. ეს სხვა ამბავია. ეს წმიდა საქმეც არის სხვათა შორის. გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვი ხშირად 1000-ჯერ უკეთესია, ვიდრე აი სასახლეებში სხვადასხვა რაღაცა ფუფუნებით გაზრდილი ბავშვი. ფუფუნებაში გაზრდილი ბავშვი იღუპება ხშირად. აი ეს შემიძლია ხშირად. ბატონო, რატო იღუპება ხშირად? რატო იღუპება? იმიტომ რომ უმწეო ხდება. მისი მონაწილეობის გარეშე აკეთებენ მის საქმეებს. რა გინდა შვილო? აჰა ეს მოგართვი, აჰა იქ წაგიყვანე, აჰა ეს გასიამონე, აჰა და აჰა აჰობას მიეჩვია და იყურება და ხედავს რომ აჰა აღარ არის კაცო. ხო? და საზოგადოებაში ხდება უმწეო ბავშვის გაზრდა. აი რაღაცა ჭიდაობას ვერ თუმ რაღაცა სიზნელთა გადალახვით მიდის, აი და რაც მეტი სიზნელთა გადავლახეთ, ხო? იქ ამიღწევები. ამრიგად, რაც აქვს მშობელს ის კი არა. აი ყველა მშობელს ვეუბნები ის ახლა თქვენს გადაცემას ამ ჩანაწერს მოისმეს. თუ ბავშვის გაზრდა გინდათ, მოეშვით ყოველგვარ გაღიზიანებას. აი დღესვე ამ წუთიდან. არც ხმამაღალი ტონი, არც გაბრაზებული ხმა, მხოლოდ დაყვება, მხოლოდ მოთმინება, მხოლოდ ორი ყურით მოსმენა, მხოლოდ იმისი გაგება, იმის კი არა რომ იმან შენ გაგიგოს, ბავშვი ვერ გაგიგებს. მასწავლე რა ვითხოვოთ ჩემ შვილს, რაც გაქვს ის მიეციო? ეგ არა სწორი. ის მიეცი, რაც შეგიძლია რომ გქონდეს. ხომ შეგიძლია რომ გქონდეს, ანუ განვავითარო ჩემით. რა თქმა უნდა, უმალბედაში სიბრძნეა. ბავშვის აზრდა საკუთარი თავის აზრდით დაიწყე. რო ის მაინც გაიმეორებს იმას ასაში. ხო, თუ ეს არ გინდა რომ საკუთარი თავი გარდაქმნო, მაშინ იმას მისცემ რაც გაქვს. უხეში ხარ, უხეშობას მისცემ. ხო, კეთილი ხარ, კეთილს ჩააგონებ. რა როგორც რა გეყურება, იმას მეუტან. მაგრამ უნდა შეიცვალო ეს. თუ ის მოვიდა, სტუმარი მოვიდა, მერე წავა და იმ სტუმარს უნდა საგზელი გაატანო. ეს საგზელი რა იქნება? კეთილშობილება უნდა იყოს. იცვლება უნდა იყოს. ხო? პატიება უნდა იყოს, მიტევება უნდა იყოს იმაში, სიყვარული უნდა იყოს ადამიანს, საგზელი თორემ ის სახელმწიფო გამოცდებით ჩააბარა და 100 ბალი მიიღო, ეგ კი არა. საგზელი, აი გაიფანტება როგორც ქვიშა.
რა, ყველაფერი გახსოვს, რა სკოლაში გასწავლეს? ის რუსის სკოლა დავამთავრეთ, იქვე, აი სკოლის რაღაცა პატარა სივრცეში გავხატეთ ყველაფერი. იმიტომ რომ თურმე ცხოვრება სხვა ცოდნას აქვს თხოვს. ცალ. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homery.